მოგესალმებით ყველას. ვიღოთ ბატონო. გაგიმარჯოთ. ღვთის წყალობა ჩვენზე და თქვენზე. კარგი დღე, კარგი შუადღე, კარგი საღამო. გადავიტანოთ ისეთი რაღაცები, რაც წინ და წინ არ ვიცით გველოდებოდა და კარგად გადაგვატანოს დაბრკოლებები, ბარიერები, როგორც გარეთ, ისე სახლშიც 1000 ის არის, ხო? გვიმღროვენ რა, ჩვენ დაწყნარებული დაალაგებ ცნობიერებას და რაღაცა ისეთ რამეს გეტყვის ახლობელი იქნება, ეს ცხოველი იქნება, მაგრამ წყობილებიდან გამოყევხარ ეს სატანა როგორ ჩაიჩობს, იცი, აგიმხედრებს ყველა ახლობელს რა. თან ახლობელზე მტკივნეული, არა მეორე არავინ არ არის, ახლა ყველაზე ახლობელი შვილი, ცხოველი რა. ცა წყალობ და ხარ და ოჯახის პატრიარქი რო ხარ, ხო? ხო და ამიტომ არის საჭირო რა, რომ სტუნებები და ეს რაღაცა დაბყოლებები ისე გადაგვალახინოს, რომ არ იყოს მათ ისეთი ჩვენი დამანგრეველი, ჩვენი წერწმენისა და დამაზიანებელი ახლობლებისთვის ხო შეიძლება წყობილებიდან გამოხედო და ხეთქო ვიღაცას რაღაცა თავში ეს ცოლი იქნება თუ ქმარი თუ რა ვიცი შვილი. ამიტომ არის რომ დგებით დილით ღმერთს უნდა უთხრა, არ ვიცი რა მელოდება წინ და ამაზე გადამატანინე მოსალოდნელი საფრთხები, რომელსაც მე ვერ უყურებ და გადავიტანოთ მაგრად. და იწყებს ოჯახიდან ადგები და შეიძლება ისეთი რაღაცა შეგვთას რომ წყობილებიდან გამოგიყვანოს სატანავ და რაღაცა ნებელობა ისე ჩაერთოს რომ მე ინანო რა ხათა აი მას სატანა აკეთებს და ყველაზე მეტად ემუქრება ყველაზე მეტად იმას ვინც უკვე ღმერთთან გზის გაკაფვა დაიწყო თორე სხვებს არა კაც სხვები თავის ის არის რა და თქვენთაგანე თუ დააკვირდებით ყოველთვის თქვენ შეგიტევთ თქვენ ესე იგი ვინც ამაზე ფიქრობს ხო და იმას ვამბობდი ყოველი დღე არის ბრძოლის ველზე გამოსვლა გათენდებოდა ბრძოლის ველზე ვართ მაგიტომ არის რა ვინც ამას ესე უყურებს რა გულით და ქრისტიანი არა რიტუალებით არა რაღაც წესებით არა რაღაც სახელმწიფო აი ღმერთი რო თაკითხვა დასვა და რაღაცა თვითონ გაცა პასუხები და მე დავხმარე სახელმძღვანელო ღმერთის მიერ ბოძებული წიგში ჩაიხედა და მოაწესრიგა აზრები ხო, ესე იგი ინტიმური ამბავია ეს, აი როგორც ინტიმურია ცოლის მოყვანა, თუ შუამავლად ვიღაცა შუამავალი ხო არის ცოლის მოყვანის დროს და ისინი შეყვარებულები კი არიან. შუამავალი ჩააყენებენ და კიდე რომელიღაცა მაჭანკალი ხან ქალთან მივა, ხან კაცთან მივა, არც ერთს იცნობს, არც მეორეს, აი როგორც არის სოლომონ მორბელაძე კლდიაშვილის და დააქორწინებენ. რაღაც რელიგიაც ესეთია თქვენი ახლა. შუამავალი არის ღმერთთან, მაჭანკალი არის მღვდელი, ღმერთთან და თქვენ მე მაჭანკალს ენდობით? ხო შეიძლება იტყვებოდეს ეს და ღმერთს ისე წარმოადგენდეს რომ მოტყვეული იყო როგორც მაჭანკალი ისე წარმოადგენს საპატარძლოს რომ დაამიხატა ისა და უკვე ყველაფერი დავდეთ ყველაფერი ხელშეკრულება ყველაფერი ახლა უკან ხوار წავიღებ ამას არ შეიძლება წესებია ტრადიცია და ასე შემომტენა ქალი რომელიც მე საერთოდ არ მიყვარს როგორც იაკობს შეტენა სიბნელეში ლია რახელის მაგვილად იაკობს ლაბანმა ხო გახსოვთ ეგა და ასევე ლუარსაბთა ათქარიძეს დარეჯანი რო შეტენეს. და რაღაც ეს ამას ვიყენებ ახლა ილუსტრაციით რომ კარგად გავიგოთ. აი მე და ღმერთ შორის არ მჭირდება შუამავალი. თითოეულ თქვენთაგანი არ ვიცი როგორ გაიცანით ცოლი, მაგრამ მე ჩემი ცოლის მოყვანის შუამავალში არც მეგობარი იყო, არც არავინ. მე თვითონ შევხვში, ხო გითხარით ჩამოვედი წიგნების მაღაზიაში და 18 ჩვენი წლის გოგონა რაღაც ვაბარებს აბიტურიენტს სამუშაოს იმას როს თხოვენ. წიგნების მაღაზიაში ნაცნობი. აი მე თვითონ გავიცანე. ჩვენთან შუამავალი არავინ არ იყო. და მე ურთიერთობა წავიდა. რაღაც ამდაგვარი არის ეს ილუსტრაცია გამოყენებული ჩვენ ღმერთთან ჩვენ შეხვედრა. არის სხვა რო გაგაცნობს. ეგეც მოსულა, ეგეც კი არ უნდა და მაგრამ ვინ გაცნობს დიდი მნიშვნელობა აქვს, რა გარანტია რო არ მატყუებდეს მაჭანკალი. мотивация იმისი რა არის, ფული აიღოს, შემომტენოს, ხალი გაასაღოს, დამიხატოს, მაგარია. ხო, რაღაცებს იმას ჩემზე კიდე იმას სხვა რაღაცებს ეუნებოდეს და ორივე შევიყარეთ და ერთმანეთს ვერ ვიტანთ. და ვართ დამოღმილი და მაჭანკალის გვემალება, ერთიც ემუქრება და მეორეც. ესეთი ისინიც ყოფილა. და წმენის საკითხებში მაჭანკალი რატო გჭირდებათ? ეს მაჭანკალი ვის მიერ არის დაყენებული? ხო, ძველი აღთქმაში როცა ღმერთმა გამოიღო, აი ღმერთი თვითონ იყოს, აი ამასთან უნდა მოხვიდე. ეგ სხვა რამეა. როცა ღმერთი გამოყოფს ლევის ტომიდან ლევიტელებს და გეუბნება შენ ჩემთან ვერ მოხვალ. აი ეს არის შუამავალი.
აი ამ ინსტრუქციები ამანიცის და შენი ცოდვილი ბუნების დამფიქსირებელი მღვდელია, რომელიც წელიწადში ერთხელ ჩემთან შემოვა და ამ ჩემ ცოდვებს ჩემთან მოიტანს. აი ეს არის ძველი აღთქმაში ლევიტელების წიგნი. ხო გვახსოვს ავიკითხეთ. ქრისტემ ეს მოხსენა. ძალიან მარტივია იცი რა, ბიჭო, როგორ რა მიგვრის, იცი, ასეთი ძნელი გასაგები ეს როგორ არის? ბიჭო, სიმარტივე არ გინდათ? ესო ქრისტემ, ესე იგი, რამხელა რაღაცაა, რომ შენ და ის, ვისაც შენ უყვარხარ. და რო გაიგებ ამბავს, როგორ უყვარხარ და შენი ცოდვილი ბუნება გამოისყიდა და შენ გადაგარჩინა. ხო შეგიყვარდება ეგეთი პიროვნება. ამიტომ პირველად ასეთ ადამიანს როცა შეხვდები, რომელიც სატანა გააფთრებით ებრძვის. ხო, ყველანაირად უნდა რომ რაღაცნაირად ხელი ჩააქნევინოს და აი როგორც იობის წიგნი ხო ვიცით, ეს ერთ-ერთი ძლიერი წიგნი არის იობში, ეს სასამართლოა რა. მთელი წიგნი როგორია, იცი, ეს თითქოს აი მთელი დრამა არის სასამართლო იმართება სულ. და მონაწილეობს სამი მეგობარი, ესენი არის ბრალდებულები, ბრალდებლები და ბრალდებული იობი. და რა უტევს ეს სამი მეგობარი, გამიგე? ხო, და სამ-სამი დიალოგები მიდის სულ. მერე ჩაერევა 38 თავიდან ღმერთი. მანამდე ილუი, რომელიც ტვინსურებს ყველას, ისეც მაგარ იმას ბრალდებს იობს, გამიგეთ? რა უცნაური ნაწარმოებია ეს, ხედავთ? არავინ არ იცის ეს საიდან დაიწყო ეს. აი და პირველი თავი როგორც სატანა, ისე ებრაულშიც სატან, ეგრე არის თუ არ ვცდები, მტერს რო ნიშნავს და მე ბერძნულში ბერძნები ხო პირდაპირ ბევრამები პირდაპირ გადმოიტანეს და შესატყვისი ბერძნული ენა მიუსადაგეს ცოდვას, ხამარტია რო ქვია, ასევე ამ სატანა მოწინააღმდეგე მტერი. ხო, დიაბოლოსი კიდე ბერძნულად, რომელიც ნიშნავს ცილის მწამებელი და მატყუარა. ხო და რო ადის ღმერთთან, იმას მისასვლელი აქვს, ქმნილება არის. და ნახე ღმერთი რა შეუნება, პირველი სიტყვა მისია. იმას არის, რომ მთელი წუთი სოფელი რომ მოიარე, ნახე მართალი კაცი იობიო? რა თქმა უნდა, კარგი ტიპი იქნებაო, ყველაფერს იკეთე შენაძლეო და მოდი, აბა ერთი ვნახო თუ აბა მოხსენე და აბა თუ იქნება შენთან კარგად თუ. ესე იგი, რა შეამხილა, იცი, ამან სატანა რა შეატყუებს, რომ мотиваცია მისი არ ემთხვევა საქმეს, мотиваცია რა არის, იცი, აბა არ მისცე ესა და мотивირებული არის, რომ კარგ რაღაცებს რო ხდე, ამიტომ ჯერა და წამშენიო. კარგიო, სადოთო და მხოლოდ სულს ხელს ვერ შეახებო და იწყება აქედან ამბავი. ხო, ხედავთ რა კარგი წიგნია დადებული იქა რა, რომელიც ქრონოლოგიურად ეს პირველი წიგნი არის ბიბლიაში. ხო, ეს არის დაახლოებით პატრიარქების ეპოქაში არის ეს დაწერილი და უამრავი რამოდენიმე მოსაზრება, მაგალითად მიწიერი ავტორი ვინ არის, ხო, ზოგს იუდაველებს მიაჩნიათ მოსე მაგალითად, თალმუდი მაგალითად, თალმუდი არის ტანახის აბრევიატურაა ტანახი, რომელიც გულისხმობს აბრევიატურა ებრაული ძველი აღთქმის 39 წიგნს, ესე იგი, ერთად არის ჯული, წინასწარმეტყვი და წერილები. აი ეს არის ებრაულად ტანახი. და თალმუდი არის კომენტარები ამაზე. აი ამ კომენტარებში ეს წიგნი იობის ავტორად მიჩნეულია მოსე. ესენი უცნაურია, ხო, არ არის ეგ სწორი. ხო, ზოგს მიაჩნია სოლომონი, არც ეგ არ არის სწორი. სოლომონი იმიტომ რომ არგუმენტია ისეთი, რომ თვითონ აი ბრძნული სიბრძნეები მხოლოდ და მხოლოდ რა სოლომონის დროს იწყება, მანამდე ბრძენი ხალხი არ იყო და ბრძნული არაფერი არ იწერებოდა. ესეც სუსტი არგუმენტია და მე-19 საუკუნე არის სოლომონი. ხო, ამიტომ უფრო ახლოს არის, რომ ვთქვათ, რომ ჯერ არ არის გარკვეული ეს შემოწმება ამ წიგნისა, რომ ავტორი ამისი მოსე არ არის, სტილით შეიძლება, ხო, აი ვინც ორიგინალში კითხულობს, რომ ის ხუთწიგნეული სხვანაირად არის სტილი ეს გასაბდა ასაქმელად და როცა გადავდივართ იობის წიგნზე, აბსოლუტურად სხვანაირი სტილია. ხო, ესე იგი, სადღაც განსხვავება უნდა იყოს წლების, სადღაც 200-300 წელი მაინც, იმიტომ რომ გამოსვლის პერიოდია მოსე. ხო, ეს არის მე-15 საუკუნე 1457 წელი და 1407 წელი, აი 80 წლის ასაკში უდაბნოში რო დადის და ანაირად აი თან ის ქალაქებია ჩამოთვლილი, ხო, რომელიც ქანაანის ის არ არის ჯერ მიცემული უცი და აი ყველაფერი ეს გვაფიქრებინებს, რომ ეს ნაწარმოების თარიღი უნდა ყოფილიყო სადღაც აი აბრაამსა და ბაბილონის გოდოლს შორის პერიოდი. ესე იგი უნდა გამოირიცხოს, რომ ამის ავტორი არის მოსე. და იობი რატო არ უნდა იყოს ავტორი მაგალითად მიწიერი? ისე ხო ღვთისმსულიერია წიგნი და სული წმინდით იწერება.
და აი მაგ წიგნშიდაც სწორედ ეს არის სატანა რას აკეთებს. და მე როგორ ხდება შეხვედრა იობის და ღმერთის, ეგ 38 თავიდან ჩაერთვება ღმერთი და 42 თავის ჩათვლით სულ ღმერთი არის იობთან და ძალიან მაგარი მუხლები არის, ხო? ეს იმიტომ გამიხსენე, რომ თითოეულ ჩვენთაგანი როცა უკვე ქრისტეს ვეცნობით, ჩვენ კითხვას რო ვსვამთ და მე ეს გვეხმარება ეს წიგნი, როგორ ფიქრობთ, სატანა რო დაბურკილი არ არის? პირველ შეტევას ვიზი ახორციელებს, იცი? ვინც გამოსული არის და გამოყოფილი არის, წმინდანი რო ქვია. და წუთი სოფლიდან ამურთული რო არის და წუთი სოფლის თავადი სატანა არ არის. აი იმაზე ახდენს პიკირებას ყველანაირი გაგებით, არ მოეშვება რა. ამიტომ არის ყოველდღიურ ჩვენ როცა ხვდებით ყოველ დღეს იწყებ ლოცვით, რომ ღმერთო ეს დღე არ ვიცი რა მელოდება გადამატანე, მაგალითად ვიღაცა რულზე ზის. ძალიან სტრესულია ხლა რულზე ჯდომა. მთელი დღე მართავ ან ავტობუსს, ან მანქანას, ამ დიდ გადაზიდვები. იცით რა ამხელა რისკია იგა? თუ გონიათ ეს რისკი არ არის. ფარული სტრესის ქვეშ იმყოფები, ერთი პატარა მოადუნე ყურადღება და დამთავრებულია. შევერე ვიღაცა გიჟი რო შეგივარდოს, ახლა არ გაგიტანი არაფერი, მაგრამ პრობლემები ზედა გაქვს რა პრობლემები. აი სატანა ჩასაფრებულია ასეთ ხალხზე რო იცოდეთ. ამიტომ არის საჭირო რომ ყოველ დღე ღმერთო ცირა მე არ ვიცი წერა მელოდება და მოსალოდნელი დაბრკოლება ამარიდე. ხო? ეს ერთ-ერთ იმაში ლოცვაში ერთ-ერთი მუხლად ხომ მოიაზრება იესოს რო ეუნებიან ლოცვა გვასწავლებდა მათესთან რო არის ეს მეექვსე თავი ლოცვა ხო გახსოვთ? აი ერთ-ერთი მუხლი ეგ არის ხო? ხო არ ვიცი რა და ეს ამავე და ცდუნება, ბოროტება რომელიც ვინ არის ბოროტი და მაცდუნებელი თუ არა სატანა სულიერი არსება რომელსაც ჩვენ ვერ ხედავთ მაგრამ იგი მოქმედებს. და ამიტომ გჭირდება ჩვენ ეს რამე თუ გააფთრებით იბრძვის რა და პიკირებას ახდენს იმაზე ვინც ქრისტესთან არის მაგალითად ოჯახში თუ ქრისტესთან ქმარი არის აი ამაზე ახდენს პიკირებას უჯაყებს შვილს უჯაყებს ცოლს ყველას და ჩვენ ეს უნდა ვაკონტროლოთ და არ წამოვეგოთ პროვოკაციაზე ხო ავდექი დილით მაგალითად ლოცე და რაღაცა პროვოკაცია თქვა გამიწია ცოლმა შვილმა იმ აწამებში ხვდები რომ ეს მე სატანა მიტევს თორე ეს და ამას იმ წუთში ვიცი და ამას მე მოვაგვარებ ის რა აყვები პროვოკაციას წინააღმდეგ ჩვენს მე კონფლიქტში შევდივარ კონფლიქტი გაღვივდება მაგალითად ვიგინე ან დავარტყი ვინმეს ჩაებ მე ვას უყველა მე ყველა გადამიდგება და ყველა შეიკრება თქვა ოჯახის წევრი რო ვიყოთ თქვა 5 სული ვართ ხო და მე ვარ მარტო ღმერთთან ხო ჯერ და ისინი ისე არიან წყნარად აი როგორც კი პროვოკაციას ადგილი აქვს მე თუ წამოვეგე და მე მართალიც რო ვიყოთ ყველა ვარიანტში 5-ვე კაცი ჩემ წინააღმდეგ შეიკრება ამ საკეთებს სატანა და დაიბოღმები რა და ბოლოს ხელსაც ჩაიქნებ და საბოლოო ჯამში სატანას რა უნდა იცი დაგაბრუნოს თავის თანხე აი იობს რასაც უკეთებს და არაფერი არ გამოვიდა აი ყოველთვის ეს მხედველობაში იქონიეთ და არასოდეს სანამ აი გაბრაზდებით 1-3 წუთი ღრმად ჩაისუნთქეთ და ღირს კი გაბრაზება ამაზე მინდა სამის უკან იმა ხო არის ეს რას ლაპარაკობს ამიტომ მე შევცვლი სიტუაციას მე რაღაცნაირად დათმობაზე წავალ და განვაიარაღებ სიტუაციას ასე რომ სიბრაზე და რაღაცა რისხვა თუ ღმერთიდან არ არის და ღმერთიდან რისხვა უკვე რაღაც კარგს ალაგებ ყველაფერზე თუ ეს ღმერთთან არის სატანიდან არის და დაგაზარალებს თავად შენ ჩვენ ვინც აი ამ პროვოკაციაზე წამოვეგებთ ეს წესად გქონდეთ რა თითოეულ ჩვენთაგანს ეგ მე თვითონ ასე ვარჩევ რო იცოდეთ თორე იცით რამდენია გასალახი ყველა შეცდომებს უშვებს ოჯახში არ არის ტიპი შეცდომები არ დაუშვოს რა მით უმეტეს შვილები ახლა და გაგებაში არ აზიან რა ისინი ხო პერომზე არ ფიქრობენ მით უმეტეს მეუღლე კიდე ხალი ამიტომ შეტევას ახორციელებს ჩვენზე სატანა და იყენებს ამ ჩვენ ახლობლებს და ამის განიარაღება შეიძლება დროის ამბავია საუბრით და ტკბობით ხო და იმავე წუთში გადმოიყვან ჩემ ხარეზე შვილს სატანასთან სატანა რო სარგებლო ჩემი შვილი დამპირისპირდეს ან ჩემი ცოლით ან ჩემი მეგობრით ძმით დიდ მეზობლით ხთებით ჩვენ ბრძოლის ველზე ვართ არ გჯერათ თუ გონიათ ქრისტიანი რო ხართ დამთავრდა 60-ში ჩვენ 60-ში არ ცხოვრობთ ჩვენ ვართ ცოდვად დაცემულ გარემოში და ცოდვილ ადამიანზე წინ იმით ავართ რომ ჩვენ შევიმეცნეთ ღმერთი და
გვიწევს ამ ბრძოლის სმელზე გატანა ამ ამბებისა და იწყება ოჯახიდან. და ოჯახიდან არის აჯანყება. იესოს დაძდევენ, რომ გააფცელეს ჭორი, გაგიჟდაო და მთელი ოჯახი გარეთ მიადგა. იაკვე მარკოზის წერილი გახსოვთ? შეიშალაო, შეშლილიო. ეს ყოველთვის ესე იქნება. ჩვენ შეშლილები ვართ ახლობლების თვალშიც კი. აი ძმები, სანამ იესო არ აღდგა, ძმებიც ხო მაგას როგორც გიშ ისე უყურებდნენ და მერე უკვე მობრუნდნენ და ორივე ძმა, დედით ძმები იყვნენ, იაკობი და იუდას წერილი ჩაწერილი ახალ აღთქმაში. ეს იოსეს იესოს ძმები არიან, დედით რო იცოდეთ. მართლმადიდებლობა ამას არ აღიარებს და კათოლიციზმი, ესენი ხო გზაყვალარეულები არიან. აბა ვინ არიან თუ ძმე იქვე წერია ძმები, ამაზე მეტი არგუმენტი რა გინდა? ნახეთ, ორი ძმა უკვე არის ვთქვათ, ავტორი წერილებისა სულიწმინდა და მოწამებერი სიკვდილი დაიხოცნენ. აგე რა მოხდა? ხო, დედით ძმა მარიამს მაგის გარდა მერე შვილები ყავდა, რომ გააწმინდავეს მარია და ვითომ არ გაკარებია ის რას ლაპარაკობ. ფეხზე მე რო იყო, მანამდე სანამ იესო არიშვა, მანამდე არ გაეკარავა. ცოლი რომ მოყავს სახში ახლა და თოჯინა გინდა? რა რისთვის მოიყვანე? და ყავდა იმას ძმები და დები კაცო. არ იღებს ამას არც კათოლიციზმი და კათოლიციზმის გასაგებია, ცელიბატშიც რაღაცა გამოშტერებულები არიან. მართლმადიდებლობაც რო ესეა, დეფექტიანები. და ვიღაცა მეკამათება, ესეთი დებილი როგორ ახარ წიგში წერია, კაცო ჩემსაც ხო არ ვიძახი მაგას. ახლა რომ თუ ვერ აღიქვა ამას, ეგ შენი პრობლემა არის, ხო? ასე რომ ეს როგორც ქრისტეს ექცეუდნენ, ასე მოგაქცევიან ჩვენი ახლობლები. აბა გონიათ არა, თუ გაგვაბურთავებენ ახლა და მოეწონებათ ჩვენი ქრისტიანობა, ეგ არა თქვა. სატანას არ მოწონს და იყენებს ჩვენ ახლობლებს. იცის რომ გულს გვატკენს ჩვენი ახლობლები. ახლა ვიღაცა ქუჩაში ვიღაცა არც გავცემ ხმას. მაგრამ სახში რო ატარებს შვილთან, ცოლთან და აი არ გიჯერებს და მე გაჭიჭყინებს და გამოდიხარ წყობილები და სატანა ხარობს. და მთხილად ვიყოთ ჩვენ არ დავმარცხდეთ. ჩვენი სულიერი პირველ რიგში. მე ეს ნელ-ნელა შეიძლება ლოცვით ღმერთმა შვილიც მოაბრუნოს, ცოლიც მოაბრუნოს და ყველა მოგვიბრუნოს, მაგრამ ლოცვა კიდე იგივეა, რასაც ახლა თქვენ მე გეხვეწებით, თქვენ მე მეხვეწებით, იცი აი რაღაცას მთხოვთ შეგისრულეთ, შეიძლება არ შეგისრულოთ და გეტყვა. ეგ ლოცვა ეგ არის, სხვა არაფერი არ არის. ღმერთთან კომუნიკაცია ნიშნავს თქვენი გაჭირება, სიხარული ღმერთს თხოვოთ. თქვით და всё, მორჩა, ის გისმენთ. აბა ის კი არ არის დადგე მუხლებზე და კედელს თავი ურტყა და ბიჯვრები წერო გიჟი კაცივით. როგორც ახლა თქვენ წმენა გაქვთ რომ კომპიუტერის იქით ამ ხარეზე მე ვიმყოფები. და თქვენი დომილი მე იოტისოდენა არ მაფერხებს რომ იცი რა არავინ არ არის აქ გაქრნენ. თუ ეს შემოვიდა ეგ წმენა, ჩემი საუბარიც ეგრევე დამუხრუჭდება რატომაც. აი თითქოს აი ვიღაცამ გამაჩერა. იმიტომ რომ არავინ არ არის, არავინ არ ლაპარაკობს გამიგე. არავინ არ მისმეს. ხო და აი ახლა თქვენ ხმა გესმით ჩემი, მაგრამ მე რო არ მესმეს, ხმა თქვენი რა გარანტია რომ მისმენთ? აი რა გარანტია ამდენიდან? წმენა მაქვს იმისა, რომ ერთი მაინც ხო ისმეს. ამდენ სტიმულია რომ ვილაპარაკო, ხვდებით? აი რაღაც ამდაგვარი არის ხა თქვენ ადგილზე ღმერთი ჩასვით და ჩემ ადგილზე თქვენი თავი. ღმერთი დუმილში არის, თქვენ ლაპარაკობთ. ისმეს ის ყველაფერს. ისმეს. შეიძლება არ გაგცეთ, აი როგორც თქვენ ახლა არ მეხმაურებით, თავს არ აკანტურებთ. კი, დიახ, ხო, კი, ხო იცით რატო არის ეს კი, ხო. გაჩვენდე რა, არ მინდა კი, ხო, მე წმენაში მაქვს რომ ისმენ. ხო იცით ქართველებს ეგ ახასიათებთ ტელევიზორში თუ გინახიათ რომ ლაპარაკობენ, წარამარა, ხო, კი. დიახ, მეც ეგრე ხო, მეც ვიზიარებ, ხო, მეც ესე ვფიქრობ. არაცლის რა ლაპარაკს რა, სულ ესე უნდა უკანტუროს თავი, დააყოლოს ხო, კი, მართალია, ნამდვილად. აი ჩვენთანაც პირველად ვინც მე გამიჩნდა და ესე მოდიოდა ვეუბნებოდი. არ არის რა საჭირო ეს თავის კანტური, გათი შენ მიკროფონი და იყავი შენთვის ილაპარაკე, ხო? როგორ უჭირდა ბატონ დემურს, ხო? იქ რომ არ ყოფილიყო ომარი. ის უწარამარა დაიწყებდა, მაგრამ ხო, დიახ, კი, ჩაგიხდებოდა. ხო, დაჭიქი მოისმინე, გისმენ, არ ვიცი. მე არა მაქვს ის ვერწმენა, რომ არ მისმენ და ბატო გინდა რომ მანდ იცი და დამეთანხმო. არ მინდა რომ დამეთანხმო, კაცო, შენ მოსმენა თუ გინდა მოისმინე და რაში მაინტერესებს რა მეთანხმები, არ მეთანხმები, ვიზიარებ, აქ უბარდიას უყვარს. მეთანხმები, კი, გუბას, კი. ხო, გუბას, კი. აბა კაცო, რა მართალს ლაპარაკობ? გუბას ბატონო, რა სიტყვი ახლა შენ, კი. ხო, გუბას. ხო მოგისმენიათ? დებილია რა. ხო, თუ არ ეთანხმები ახლა
გააჩერდი ჩუმად იყავი შენთვის რა ეს იცი რაც ნიშნავს არ ეთანხმება და ამისავე აფიშირებას რო ახდენა მაგ ესე იგი სწორედ ეგ გაკლია თუნდა ამას არამარა ასეთ თანხმები ახლა იმიტომ ლაპარაკობს რომ შენ დაეთანხმო იმიტომ მოიწვიე რომ ზუსტად შენი ის გაახმოვან უსმაში შენ ლაპარაკე მე რა თქმა უნდა ხო შენი ეთანხმები მე ის არ გაინტერესებს ჩემთვის რომ მოიყვანე მე ვეთანხმები მე რა ვუთხრე ახლა არ გეთანხმები მეთქი ვეთანხმები ხო აი ესები და ეს რაც გარკვეული ურთიერთობებში ეს ვებს ეშლება ხო ადამიანებში ამიტომ როცა ქრისტიანობაზეა ლაპარაკი თუ ღმერთი გწამს მაშინ უნდა გაიცნო ღმერთი მართლა რეალური არსება არის თუ ჩვენი ფანტაზიებით არის ღმერთი ფანტაზიები რა თქმა უნდა ფანტაზიები მთელი საქართველოს მორწმუნე და ნახე ეს მორწმუნე ერთსა გავს აი მორწმუნე ერთია საქართველოს კაცო არ გადამრიოთ რა ჯერ მღვდლები დაერივნენ ერთმანეთს და ეს მღვდლები კიდე თვითონ აი ეს ტერმინი საერთოდ რატო დამკვიდრდა ეს ინსტიტუტი იცით რატო არის გასაუქმებელი სამღვდელო ინსტიტუტი ეს სატანურია მასწავლებლობა კიდე სხვა რამე არის პროტესტანტებში ეს მისაღები მაინც არის ხო ესენი მასწავლებლები არიან ბიბლიის ღმერთის სიტყვის მასწავლებლები აცვიათ ყოხდათ ლამაზად გაპარსულები და კვირაში ერთხელ ბიბლიიდან ხადაგებს კაცი მორჩა გასაგებია თუ არ გინდა ნუ მიხვალ მაგრამ თუ ესეთი გაერთიანებაც რაღაცა მისტიციზმით არის და რაღაცა გაგორდებიან და დორბლები გადმოდის და რაღაცა სასწაულებს ახდენენ ეს ყველა არის ცირკები ეს არანაირად სწორი არ არის მაგრამ ის რაც ახლა მან საქართველოში ბერები მღვდლები მღვდელმთავრები მთელი იმპერია არის მთელი თავის ეკონომიკით თავისი ძალაუფლებით ხალხი არის და გამოთაყვანებული და დაკავებული არიან პატრიარქი ვინ იქნება რა პატრიარქი ის პატრიარქი ოჯახის პატრიარქი არის ოჯახში мама აი ეს არის პატრიარქი სიტყვით ესე იგი мама და საწყისი უფროსი ხო ამიტომ მამის საწყისი რწმენით უნდა აღიარებდეს იმ მამას რომელიც ყველაფრის საწყისი არის мама ღმერთია და საწყისი არის მაგია საწყისი ხო დამწყები რომელსაც თავისთავად უსასრულობა და უსაწყისობა გააჩნია არავის არ შეუქმნია და იმიტომ ოჯახში პატრიარქი თქვენ ახართ თქვენ ოჯახის მამები არიან პატრიარქები მამაა განწესებული დედა არა დედა ცოლი არის თქვენი დამხმარე ყველანაირი საშუალებებით აი პირდაპირ მეორე ნახევარია ხო აი აი პირდაპირ გეხმარებათ ყველაფერში წუხილში სიხარულში ყველაფერში ესია დადგენილი წესი და ამ წესს უტევს სატანა და როცა იცოლება პატრიარქის მაგივრად მატრიარქატი რო არის ამოტრიალებულია ყველაფერი და თვითონ ამ სტატუსს თვითონ მამები კარგავენ აი არცალია დედას გადააბარებენ არა როგორ ასე არცალია როგორ ეს უნდა იცოდეს ხო მუჭებითა და ძალით კი არა ხარ პატრიარქი ღმერთის მიერ ახარ დადგენილი ეგ შენ უნდა იცოდე და აწესრიგებდა ყველაფერს ხო მეტნაკლებად ხო ასე იგი ღმერთზე წარმოდგენები მამას შეაქვს ოჯახში აბა ვინ შეიტანს მათ წესით ესე და როცა მამა აღარ მამოს და აქ დარღვეულია ყველაფერი და შვილი არის უკვე ქრისტიანი ძალიან ძნელი სამუშაოა იმიტომ რომ შვილს ვერ დაექვემდებარება მამა დედა და-ძმები ხო აი აქ რომ საუბრობთ ხოლმე და იქ ის არიღებს ეს არიღებს და რომელიღაც ახალგაზრდა იღებს ხო აქ რომ ველაპარაკებოდა ახალგაზრდა ხო ტრაგედიაა არა და წესით მამა უნდა იყოს გამიგე და ყველაფერი არის ამოტრიალებული თუმცა მაინც ღმერთმა ჩასვა თავისი წარმომადგენელი იქ მე არასრულწლოვანი კი არ არის ასეთი სრულწლოვანია 20 წელს გადაცილებული და იმას რო ეკამათება მამა და დედა ამ საკითხებში კერდაფიქრდებიან ხო და ვაი იმ ოჯახს როცა ღმერთის წარმომადგენელი ოჯახში არ არის არც ცოლი არც ქმარი არც შვილი ვაი იმ ოჯახს რა იქ ზის უკვე სახელმწიფოს რელიგია და სახელმწიფოს კანონებზე სახელმწიფოს კანონებით შეიძლება ჩხუბი შემოვიდეს სახელმწიფოს კანონებში შეტენილია შვილი სკოლაში რო დადის ის კიდე ავტორიტეტი ბავშვის სკოლა არის შემოიტანს ამ სისულელებს და გაგხეთქავს ეგ გულზე გამიგეთ და ჩაებმევი ომში და ხშინელებაა პირდაპირ ჩვენ მიმყოფებით საუკუნეში სადაც არც ჩვენი შვილი ჩვენ არ გვეკუთვნის ცოლი ჩვენ არ გვეკუთვნის არ გჯერათ ბაბა ხმავერა მოგიღია რა საქართველოშიც კი
ეგრევე საასწრაფოდ აბა თუ ოდნავ იყვირე და რაღაცა იმას აბა პოლიცია სად არის? სად არის პატრული? აბა დავწეროთ რა. ზოგი კი იმსახურებს მაგას, მაგრამ ბევრი ხო სარგებლობს ამით. და ვეღარაფერს ვეღარ ეუბნები რა. ოჯახში მამა კი არა ქინძი ხარ. ამ დროს კაი სახელია მამა. და მამა უნდა იყოს არა ფიზიკური მამა, სულიერი მამაც, ინტელექტუალური მამაც, არა მარტო ეკონომიკური მამა. ზოგან საერთოდ ეკონომიკურიც არ არის, მამას ფეხებზე კიდია ოჯახი და შვილები. ამიტომ ჩვენ გვიტევს სატანა, ჩვენ, აი ვინც ქრისტიანი, აი ვინც ღმერთი მიადგა, აი დააკვირდით თქვენ თავს და მიხვდებით რა. აი გაგიჯანყებენ ყველაზე საყვარელი არის მამისთვის შვილე, აი ქალიშვილი. მით უმეტეს ლამაზი როა რაღაცა, აი იქიდან რა, გასკდები გულზე რა. ნუ ძალიან მძიმე როლი აქვს მამებს, ძალიან მძიმე როლი. ლაპარაკი არის ისევ იმ მამებზე, რომლებიც გონიერი მამები არიან, ქრისტიანი მამები არიან. იმათ როგორ უტევს აზზე ვარ რამე რა. მე ხო გამოცდილი მაქვს. ხო. და ეს დაკვირვება გამოცდილება პლუს ინტელექტუალური მარაგი და ბიბლიასთან მუშაობა. ახლა ეს ჩემი მოგონილი კი არ არის. მძიმე ფრონტზე ვართ ჩვენ. ქრისტიანობა ის არ არის ახლა ყველას მოეწონები. ქრისტიანი სახში არავის არ მოწონს. არ ცოლს მოწონს, არ შვილებს რო იცოდეთ. ხო, ეს წინ ვიცოდეთ და ვიმუშაოთ. ხო, პროვოკაციაზე არ წამოვიგოთ, ეს ბედი გვარგუნა ღმერთმა და გავიტანოთ ეს მაღალ დონეზე. ჩვენ ვართ ბრძოლის ველზე. ბრძოლის ველი არის სახლიდან. ხო, და სულ გაფაციცებით უნდა იყოს ლოცვა, ღმერთი შეგვეწევა. ყველანაირად. ხო, ძალით ვერ შევტენით ქრისტიანობას, მაგრამ ლოცვით და იმით შეიძლება ღმერთს უთხრათ, მოაბრუნოს ცოლი, მოაბრუნოს შვილი, თუ არ არიან ესეთები და გვაგინებენ, გლანძღავენ, ხო, აი ვაჟა-ფშაველას რო ცოლი ყავდა და საკეთებ როგორ აი ნახე რა ცოლი ყავდა რა. კაც შეიძლება მე გაბრაზდა და დაახჩო რა. ხო, ერთი სიამოვნება არის რა. ხალი რო ყავს ძალიან გამგებიანი სახში და მიგავებში ხო წერია რა. ჭირვეული ცოლთან ყავდეს და სასახლეში იცხოვრო, ამას ჯობია საერთოდ ერთი რაღაცა სიბნელეში იჯეთ ხალი რო გამგებიანია და ჭკვიანია. აი პერიფრაზირება გავაკეთე რა ამის. ხო გახსოვთ იგავებში რო გავიარეთ. ბევრი ძალიან გონიერი შეგონებები არის იგავებში. პრაქტიკული. ასე რომ მაგიტომ დავიწყე რომ ლოცვით რომ ყოველი დღე რომელიც არ ვიცით რაც გვიმზადებს ღმერთო კარგად დამასრულებინე რა. ხო. არა მარტო ამით, აი ავადმყოფობა შეიყაროს და გადამატანინო. ხო, ვინ არის დაზღვეული მაგის არ გადამრიოთ ვირუსებია, აფეთქება ვირუსების ხო და რა შეგეყრება კაცმა არ იცის ხო. მე შეგეტყვი ახლა ისეთი სიმჭიდროვეა ქალაქში ყველგან ავტობუსში რომ რა ვიცი ყველაფერი ბაქტერიას და ვირუსებს ატარებს ადამიანი ახლა ხო არ გონიათ ანგელოზები ვართ. ამიტომ ლოცვის გარეშე გაგვიჭირდება ჩემო კარგებო. ლოცვა ერთ-ერთი არაღია მორწმუნე ქრისტიანისათვის და ეს ქართველები რაზე ლოცულობენ და ვიზო იმის ნაყოფი ჩანს აგერ. სატანა რა დღეში აგდებს. ხო, ყველა მათ საგიჟეთია საქართველოში რა. ხო, ეს საკითხები თუ დამუშავებული არა აქვს ვინმეს და არ უფიქრეთ, ცოტა ესეთი თეზისების სახით და ფორმულებით ახლა ჩემი მხრიდან ცოტა იცი რა მოისმენ, რა ამის შესრულება ცოტა ძნელი არის რა. თითოეულმა ინდივიდუალურად უნდა იფიქროს და იმუშაოს ამ საკითხზე. და ღმერთი დაეხმარება ადამიანს, ახლა რატო დაგტოვებს ისე რა, რომ დაინახავს რომ მონდომებული ხარ, დასწაულს ახდენს გიხსნის რა დაკეტილ რაღაც ესეთ შრეებს და რაღაც სფეროებს და განათება მაგას ქვია, აი რაღაცა გამინათთა თავი რო იძახიან. რაღაც უცებ გახსენდება და გაოცებული ხარ შენც რა. როგორ მუშაობს ღმერთი? რატო რა ღმერთს უნდა რომ ჩვენ დავიღუპოთ? არა, არც ერთი, არა, ყველა აბსოლუტურად. ღმერთს ერთი ადამიანის დაკარგვაც არ უნდა. თვითონ ადამიანს არ უნდა ეგადა. თუმცა ჩვენ წმენა, სწორედ მაგას ნიშნავს ეს რწმენა ინსტრუმენტი არის, რომ მივიყვანოს ღმერთთან და ღმერთმა კიდე ჩვენზე იმუშაოს. თუ ესე არ არის, მაშინ ეს ტყუილი არის და დროს ხარჯავთ რა. არ არის მეგობრებო ეს ტყუილი არა, სამყარო არ არის ესე ჩვენი შექმნილი და სამყაროში იცით, აი ხო ვითომ ამდენს ვტრაბახობთ ადამიანები და აი განათლება, იცი რა არის, რამდენი რამე ჯერ არ იცის ადამიანმა. ახლა დედამიწაზე ვცხოვრობ, დედამიწისა ვინმე მიცის? აი მაქსიმუმული დედამიწის სიღრმეში ჩავიდნენ 12 კილომეტრზე ცოტა
მეტი. დაბლა ვეღარ ჩავიდნენ. და 14 კილომეტრზე ქვევით უკვე არის ცეცხლის ისე გუგუნებს რა. გრადუსი როგორ იცით 24500. აი ჩვენ ვზივართ ზუსტად ამ კასრზე. და ვერ ჩადიან იქამდე. და დედამიწის 70% წყალი არ არის? აი წყალი საერთოდ შეუსწავლელია ოკეანე. ეგ ხო ცალკე სამყარო არის. ვერ არაფერი არ არის შესწავლილი. ერთი ბეწო რაღაცა რა. და რამდენს ყოყოჩობთ და მით უმეტეს კოსმოსი რა უნდა შეისწავლო. რაღაცა ელე არაფერი აი ცოდნა მაქვს როგორ იცი ძალიან ისეთი რა ინფორმაციული. ხო ვზივართ დედამიწაზე. ვიცით კი დედამიწა თავიდან ბოლომდე ამდენი წელი დაგროვილია ცოდნა და ურთიერთგამომრიცხავი თეორიები რა, არაფერი არ ვიცით. მით უმეტეს ადამიანზე რამე ვიცით? ხო ვიტყვით, აგიცნობ, მიცნობ, ას გიცნობ, რას მიცნობ, ვიცით რა ხდება, სიცოცხლე როგორ წარმოიშვა, ვიცით? რაღაცა ზღაპარი შემოგტენეს აქ, აფეთქდა შემთხვევითი რაღაც ატომები ერთმანეთს შეხვდა, ჰოპ და სიცოცხლე წამოვიდა და მერე გაიშალა და ნელ-ნელა რაღაც მილიონი წლების მერე მივიღეთ ცხოველების ის სახეობა, რომელიც არის. სპილო მივიღეთ ხორთუმით ახლა აფეთქების თეორიით ხორთუმიანი სპილო როგორ მივიღეთ? მაიმუნიდან ადამიანი როგორ მივიღეთ? როგორ მოხდა რა გარდამავალი რა ჰოპ და მაიმუნიდან ადამიანი გახდა? სად არის ეს პროცესი აი რა როგორ მოხდა? არავინ არ ვიცით ეს. შეუსწავლელია ყველაფერი. ვერ შევისწავლით ჩვენ ამას. იმიტომ რომ ამაზე პასუხი გაცემულია იობის წიგნის 38 თავიდან. ჩაიხედეთ. ასე უნდა სად იყავიო რომ ამას ვქნიდიო? სად იყავიო? სად ვიყავით ჩვენ დედამიწა რო იქნებოდ? არავინ არ იცის. ან რა იცით რა ხდება ოკეანეში? 176 მილიონი კვადრატული კილომეტრია წყნარი ოკეანე. ინდოეთის ოკეანე ყველაზე პატარა თროეთ არის ატლანტის ოკეანე. ჩრდილოეთ ყინულები 80 მილიონი კვადრატული კილომეტრია. ამხელა მაგას მოიაზრებთ რამხელა რამეა. მთლიანობაში მთელი დედამიწა 70% წყალია. 30%-ია ხმელეთი. და ხმელეთზე ვისწავლეთ რამე რომ წყალი ეს მარიამის ღრმულამდე ჩავიდა ადამიანი და შეისწავლა რა ხდება იქ რა ცხოველები, მცენარეები. იციან? არაფერი არ ვიცით. რა ყოყოჩობთ ბიჭო? ავიჭერეთ და გონიათ მართლა მთვარეზე დაჯდა ადამიანი? თქვენ ეგ ჯერათ? ან ეხლა რო წავიდეთ გონიათ მთვარეზე დაჯდა. წრეს ურტყამენ რა გადაიღებენ რა ახლა რა უნდა ამის გაკეთებას კომპიუტერზე დღეს ისეთი რაღაცეებია დაგაჯერებ სად ვიყავი როგორ ვიყავი. ან კიდე 69 წელს გონიათ მთვარეზე დაჯდა ამერიკელები? აი სპექტაკლი დადგეს იქ აი მაგ დაგმას რა უნდა? რა სჭირდებათ ეგ ტყუილები? წარმოდგენ ადამიანს ყველაფერი შეუძლია. არაფერიც არ შეუძლია. უსუსურია. ნუ ტრაბახოთ ჩვენი ცოდნით. ერთი ცოდნა რა ვინმე ამეხსნის ლოგიკის კანონები საიდან არის? ესე შემთხვევით ლოგიკის კანონი შეიძლება აფეთქების თეორიით წარმოიქმნას? რას აბარებოთ ხალხო? აზროვნების კანონები, ხო ლოგიკას სწავლობს აზროვნებას. ეს შემთხვევითად ეს ატომები შეეჯახა ერთმანეთს და ჰოპ და უკვე ლოგიკა გვაქვს. ხო. დავაგროვეთ რაღაცა ყელყელაობთ, გონია რა მაგარი ვარ 21 საუკუნეა. ამას რო იძახიან ხო იცი რა სიამა 21 საუკუნეა. აგორ. შენ 20 ქვისხანაში კი არა ვარ. შენ იცი რა არის ქვისხანა? გიცხოვრია იქა? რატო გონია რომ ქვისხანა არის ეს რაღაცა ჩამორჩენილი ადამიანების რაღაცა ერთობლიობა. იქნებ ის არის უფრო მაგარი ცივილიზაცია. ან ვინმე ახსნა როგორ აშენდა პირამიდები? იმ სიმაღლეზე ეს ორტონიან ქვები როგორ აიტანეს? იცი ის ვერა, არავინ არაფერი არ იცის. ან ვინმე მიპოვა ის ტექნოლოგია მე-17 საუკუნეში ფერწერა რო არის, ფერწერე ვანეიკება რო ვინმე მიპოვა ეგა? ეგ შეიცვალა ქიმიით. ასე რომ ტრაბახობთ გაუთავებლად ვითომ ამით იმით და ერთ თაობა მიდის, მოდის მეორე ახლა ეს წვალობს. ასე რომ ხელი ავიღოთ რა რაღაცა სიამაყეზე და რაღაც ორ დიპლომს კაცი აიღებს და გონია ყველაფერი იცის რა. ჩვენ არაფერი არ ვიცით, ჩვენ უსუსურები ვართ. ამიტომ გვჭირდება დიდი მასწავლებელი და დიდი მამა და აი სამყაროს შემოქმედთა მჭიდრო ურთიერთობა. აბა მე რო ვიყო ახლა აბსოლუტურად სიბრძნე, რა თქმა უნდა ახლა ღმერთი, რა თქმა უნდა ღმერთი კაცო არ გადამრიოთ. ამ შექმნა ქვეყანა, შექმნა მე და ეს ვაღიარებ ავტორიტეტს და ვარ მასთან როგორც მაგალითად სამსახურში თქვენ დამქირავებელს აღიარებთ და ავტორიტეტია და უჯერებთ არა და დაკარგავთ სამსახურს. ხო,
ასე რომ ამ სამყაროს ავტორიტეტი ღმერთი როა. არ ვაღიარო? მე იმას გადავუდგე? ჩემი შექმნილი ამ მთვარემზე, ვარსკვლავები, galaktikები, ეს ჩემი შექმნილი არის. თუ ეს დედამიწა რო ტრიალებს, მე ვატრიალებ ამას ან თქვენ. ხო ის არის რა ამაყი ადამიანი, იცი? დაგმობილია ბიბლიაში სიამაყე. სიამაყე არ აღია სატანის ხელში. ამიტომ ვიყოთ რა გაამაყებული იმით, რომ მეც რა მორწმუნე ვარ. მე ესე რატომ მეყვარ? მორწმუნე რო ხარ მე ეს სიამაყეა? რა მორწმუნე სიტყვა რაღაცა ფორმულა რა მორწმუნე ვინ გწამს რა გწამს რატო გწამს შეგიძლია მითხრა და რა გეტყობა რომ მორწმუნე ხარ შე გეტყობა აი რა უპირატესობა გაქვს მაგალითად შე რომ მორწმუნე ხარ და სხვა რო ურწმუნოა აი საქართველოში თან კიდე უცნაური რა იცი 85% რომ მორწმუნეა აი გადასარევი ეტყობა რამე რომ ქვეყანა მორწმუნეთა დასახლება არის არის რაღაცა ფორმულები და რაღაცა საზეპირვებით არიან რა ხო, ბრძოლის ველზე ვართ მეგობრებო. ბრძოლის ველზე ვართ დამიჯერეთ რა ქრისტიანების გასაგონად. ისედაც ხერთმანეს ხოცავენ აი ხო ხედავთ. ამიტომ ჩვენი მტერი ყოველთვის არის არა ადამიანი, არამედ სატანა, სატანაც ადამიანს გამოიყენებს და ჩვენ ახლობლებიდან დაიწყებს რა ნერვებს მოგისლეს, ან კიდე რაღაც რომ გამოგიყვანოს წყობილებიდან, შენი ჰარმონია აქციოს დისჰარმონია და მე სისულელე ჩაგადეინოს, მე ადამიანი სუსტი არის, აიღო რაღაცა და ხეთქობ რაღაცას თავში რა. დამთავრდა. ხარობს სატანა. ხო აგიყვანე. ხო, როგორ უნდა ხო სატანას იობი ისე ტყავი გაეძროებს. არაფერი არ გამოვიდა. მე წიგნიც მაგიტომ არის ჩაწერილი, რომ ჩვენ რაღაცნაირად დავფიქრდეთ ამ საკითხებზე და თან ახლა ან ტექნიკამ და ამ ციფრულმა ამ მიღწევებმა სულთად ადამიანი და აი როგორ არის აი უსუსურად აქცია რა ტოტალური კონტროლი არის რა სახელმწიფომ ყველაფერი ხელში ჩაიგდო და რაღაცა რობოტიზირება წავიდა მოსახლეობის გამოთაყვანება ყველა საშუალებებს იყენებენ რომ მოგატყუონ გამოგათაყვანონ გამოგაშტერონ და ავტორიტეტად თავის თავი დასახოს სახელმწიფოს გარკვეულმა ჯგუფმა და კანონებს გიწერენ და მოგწონს არ მოგწონს არც გეკითხებიან. ოჯახში შემოიჭრებიან, წაგართმევენ ოჯახში ავტორიტეტის სტატუსს და თვითონ შემოვა ესე რა, უპიროვნოდ არიცი რა და ეს ბავშვიც კი აგიჯანყდება, იცი, ცოლიც კი აგიჯანყდება, სასწრაფოდ დარეკავს. აბაი მან გამარტყა ქმარმა და თვითონაც გაუბედურდება ახლა. კი არ ფიქრობს ძალიან ბევრი ცოლი თუ ახლა ქმარს უჩივლებს შენ, რომელი ქმარიზე გაჭმევს გასმევს. გონია შენ კარგ რამეს აკეთებს და მე შემოიწმენ თავში ხელს. ეს სატანის ის არის სამუშაოები ეს ყველაფერი და სატანა აქტიურობს. ქრისტიანებმა ეს ყველაზე კარგად იცის და ამიტომ ამას ისე ეკიდებიან ფრთხილად ამას და პროვოკაციაზე არის მე პროვოკაცია არის გამოწვევა. გამოხმობა წინ და პირდიხარ დაგიძახე რა აი პროვოკატორობისა და პროვოკაციის ორნაირი გაგებაა ნეგატიური და პოზიტიური. ნეგატიური გაგებით სატანამ რაც გააკეთა ეგ პროვოკაცია გამოიწვია ადამიანი, გამოიხმო. ვიცი რა, აი სამართალი გითხრათ, რომ არც ერთი ხისგან არ გეჭმევათ? და პოზიტიური გაგებით გამოწვევა არის ქრისტე რო უძახის ადამიანებს, ფარისევლებს და ისინი ყურს არა თხოვენ. ამიტომ ჩვენ ლექსიკონი ეს ჩვენი შექმნილი არ არის, ენა ჩვენი შექმნილი არ არის. და ამიტომ ენის ხმარება ჩვენზეა დამოკიდებული, ვის სამსახურში იქნება ენა, სატანის თუ ღმერთის სამსახურში. და სიტყვა რო ერთი არის, მნიშვნელობა არ ჩადო ნეგატიური. გავასწოროთ ესა და ყველაფერი სიტყვები უნდა გასწორდეს და ღვთიური წარმოშობის არის სიტყვები და ენა. და სარგებლობს სატანა ამით. ერთი ენა მე რო ჩვენ როცა გაქრისტიანები და თქვენ ენაში შეგაქვთ ქრისტიანული მოტივები, იმავე სიტყვით გიჯანყებს ახლობელს. იმას ეს სიტყვა სხვანაირად ესმის და წყობილებიდან გამოდიხარ. ამიტომ მეტი მოთმინება მართებს ქრისტიანს, რომ დაწვრილებით გააგებინოს და თავისი ენა გააგებინოს ადამიანს, რას გულისხმობ ამაში? ხო, თუ ექვემდებარება ახუნქმელი გონებას და ახლა 2 და 3 წლის ბავშვს ვერაფერს ვერ გავაგებინეთ, უნდა დაგვიჯეროს, მაგრამ როცა იზრდება თან ადამიანები და ყვინჩილობენ, გონიათ რომ რაღაცა იციან, მაშინ უნდა დასვა და გააგებინო ადამიანს, რა, შენ ჩემზე მეტი იცი?
გეტყვით თუ რატომ რისთვის არის ეს გასაკეთებელი, აი რატომ უნდა მიიღო ეს რასაც იღებ. ამას კი ცოტა მოთმინება ჭირდება და ნერვები. ისე გამოვალწყობილებიდან. ცხოვრებაც ნახეთ როგორია, სტრესირებულია ცხოვრება. ყველა იბრძვის ამ ბრძოლის ველზე თავისებურად და ზედმეტად დამატებითი კიდე ისინი კიდე სახში ჭიჭყინები. კარგია როცა სახში მაინც არის ისეთი ატმოსფერო, რომ აი სტრესი გარეთ დატოვე და უკვე შემოხედა და ცალანი არის სახლი უკვე არის შენთვის რაღაცა დასასვენებელი ადგილი. და თუ იქაც ნერვებს გიშლიან აღარ გინდა იქ შესვლა რა. ცდილობ მანდ-ამენდ ღამეს შეყვიდე რომ ძინავ და დავწერ და დილთადგები არ თესები რა. საქართველოში ძალიან ბევრისთვის სახლი იყო დასაძინებელი ადგილი. აი ძალიან ბევრისთვის ახლობლებისთვის. არ უყვარდათ სახლი, იცი? მე ვისაც ვიცნობდი ახლა ყველაზე როგორ ვიტყვი, მაგრამ მთელი საქართველო კი ოჯახები კი არა მაქვს მოვლილი. აი სადაც შევდიოდი მამას ხო ვაკვირდებოდი ოჯახიდან ჩემი მაგალითად მამა ჩემი რა უცხოებზე რა. ამ ჩემთვის სახლი იყო დასაძინებელი ადგილი. დილით 6-ზე წავიდო და ღამის 12-ზე ნასვენ მოდიოდა რესტორნიდან. სამსახური რო ეგეთი თქვა, მაგრამ ღამის 12-მდე სამსახური ხო არ იყო. თუ დამთავრდები 6-ზე სახლში არ გიხარია მოსვლა. არ გიხარია ცოლთან, შვილთან ყოფნა. რატომ მოიკიდე მაშინ ცოლ-შვილს? რა იდეოლოგიაც. მარტო მამა კი არ იყო. ეგრე იყო ყველა. ძალიან ბევრი ეგრე იყო. თუ ვინმე ესეთი არ იყო, იმას დაცინოდნენ. ეს კაცი არის, გარეთ არ გამოდის მეზობლებთან, ოჯახში გარბის, სამუშაოს მერე რესტორანში არ მოდის. ნახეთ. სახლი რისთვის არის? მე ვერ გავიგე. სამუშაოს მერე სახლში არის დასასვენებელი ადგილი და ყველაზე კარგად ისვენებ ოჯახის წევრებთან. თუ არ გინოდა ეს ცოლი და ეს შვილები, რაღაც მოიკიდე, მე ვერ გავიგე. რა წესი იყო, რომ დაელაპარაკებოდი ეს ადამიანს, იცი როგორ ცუდად ხდებოდა და არის რა არ ვიცი კაცო ღამის 12 საათამდეა მუშაობა. და დღეში 7, კვირაში 7 დღე. აღარ არსებობს შენთვის დასვენება. არ გიყვარს ცოლი, შვილი. ერთხელ მამამ ჩემს უთხარი ესეც რომ დიდები ვართ რა და სახლი რატო არ გიყვარს მეთქი რა. აი შაბათია კვირა და ნაკვეთში გარბი ხარ. რა გავაკეთო შვილო, აი რაღაც ან წაიკითხა თეატრი არა აი სხვა აი ვერ გაგებინებ რა. თავისებური წარმოდგენა აქვს ოჯახზე, სახლზე სტალინური გაგება, რაღაცა კრეტინული ხო? სტალინური თაობა იყო ისა და სტალინი იყო ამათ აი სახლში სტალინი. სტალინურ პერიოდში მამები სტალინის ისენი იყვნენ გამხორციელებლები სახლში რა. თუ არა და დანოს დაწერდნენ და ტყავს გააძრობდნენ ხო? და ეს წავიდა ეს ყველაფერი კაცო რა თქმა უნდა მამა სახლში სტალინი. რაღაცა დიქტატორი, მუჭების რტყმა, ათეიზმი ხო? და სახლს თავისი ის აქვს ხო? ვისვენებთ ჩვენ სახლში და გარეთ როგორ დავისვენებთ? გარეთ ვიღლებით ჩვენ სამსახურში. რატო ვიღლებით? ვთამაშობთ გარეთ მიღბებს. და სახლში ბუნებრივი ვართ და სახლში თუ მათამაშა კიდე ცოლმა და ქმარმა და ვეპათხალი მე ხო ეს სტრესი დამატებითი სტრესი მაქვს. შეცვერგებულობ როგორ ვარ კაცო. გარეთ უნდა გინდა არ გინდა ვიღაცა კრეტინს უნდა გავუცინო თუ მაღაზიაში მუშაობ, თუ სერვიზი გაქვს მანქანის ჩაგიждდება, ვიღაცა ავტობუსს ატარებ, მანქანას ატარებ. ხوارეთყვი ახლა რა წადამეთესი აქედან ხო სისულელე სიტყვის და უნდა გავუღიმო, კარგად უნდა მოემსახურო. 8 საათი ეს იცით რა მხელა სტრესია? და სტრესირებული სახში რომ მოდივარ, სახში რომ სტრეს დამამატებ კიდე. გაგიკვირდება რომ წვდედა და გახჩო, ჰა? სატან ამით სარგებლობს. ქრისტიანებს მაგრა უჭის ქვეყანას ცხოვრება ესე რა. მაგრამ რა გვაქვს მიზანი და საწერეს აბა როგორ გინდათ. ხო რომ ამას გავიაზრებთ აღარ აყვევით პროვოკაციას და ყველა სამსახური არის სტრესირებული. ყველა აბსოლუტურად. იმიტომ რომ ყველა სამსახური ითხოვს ჩვენგან გულწრფელობას კი არა, ინსტრუქციით მოქმედებას. და იმდენი სულელი კასტამერი არის, ვინც განწესებული არის აი ამ სერვის სამსახურებში. აუ რა დეგენერატები მოდიან ისე უნდა უცინო, უნდა იმას აკეთო. თუ ოდნავ რამე უთხარი, იმავე წუთში დანოს გაგიკეთებ, სედობს სამსახურს დაკარგავ. წარმოიდგინე 8 საათი რომ კრეტინებთან აგაქვს ურთიერთობა. და ესეთი სტრესი რო გაქვს და მოდი ხარ სახში და იქაც სახშიც კიდე ვიღაცა დაგიწყებს აი კიდე რომ დაახჩო რა. მაგრამ არ გავაკეთოთ ეგ. უნდა ფიქრობდე ეგ რა არის, როგორ არის და როცა ეს გააზრებული გვაქვს, სამსახურშიც ასატანია ჩვენი მუშაობა. რო ვიცი უკვე ეს რა არის. არ წამოვიგები პროვოკაციას. არ ვითამაშებ, გულწრფელად გაგიცინებ. სტრესი არის, როცა
როლს ვასრულებ და როცა ნამდვილად ესა ვარ როცა ნამდვილად მე იცი რა არის აი გაგიღი მე მოგემსახურე რამე და გახარებული მოდიო და სახშიც სიხარული მხვდება ვით ისე რომ სატანად ჩასაფრებულია მეგო სადაც მიდიხართ მოყვება და ამას ყურადღება მივაქციოთ ხო აი გუშინაც ხო დაისვა ხო კითხვები ეს კანტონმა მაკამ რო დასვა აი ვთქვათ რა ეხლა მდგომარეობა ეხლანდელი და ვთქვათ ედემის პირველი მდგომარეობა ადამი რო იქმნება რა განსხვავება არის და რა დავკარგეთ და თუ არ დავკარგეთ რას ვაკეთებ და როგორ ვიყენებთ იმ შემოქმედი თუ ვართ თუ რაღაც აი გუშინ ხო იყო ესეთ კითხვები დასმული და საინტერესოა გონების გასავარჯიშებლად და რაღაც რწმენის გასამტკიცებლად ხო ჩვენ ხომ გაუკუღმართებული ქვეყანაში ვართ აი ქართულში არის უკუღმართი და წაღმართი ხო ადამიანებიც არიან უკუღმართები ხო და ამ გაუკუღმართებულ ბუნებას ასწორებს ღმერთი ხოლო ამ რწმენით უნდა მიუდგეთ ამ საკითხს და ახლა ჩვენ ისე გაუკუღმართებულები ვართ რა ვიცი რას გვიშველეს ახლა რელიგიური რიტუალები არ მესმის ხა რაღაცა ფორმა და საჯურების ჩამოკიდება და ტაძრებში ყანყალი კიდე რა იგი შველით საქართველოს შველის ამ თელი 30 წელი ყანყალებთ ამ იმაში რა ვიცი რას დაყანყალებთ არ ვიცი ან კიდე რას ატყუებთ ახლა ერთმანეთს რომ мотивация თქვენი რა არის ზეციერ საქართველოში ყოფნა ეს ზეციერ საქართველო მე იცით სად არის ვინმე იქიდან მოსულა ეგ ინფორმაცია ბიბლიაში არ ხვდება ზეციერი საქართველო ნამდვილად არ ხვდება არ არის ეგეთი ზეციერი რუკები არ არსებობს ამერიკელისთვის რუსისთვის საქართველოსთვის რაღაცა კრეტენული აზრები როგორ ავიტაცეთ ესე და ერთმანეთს ვაბნევთ ხო არავით არის ზეციერი საქართველო არ არსებობს არ გინდათ რა და არ არიან ახლა 300,000 წმინდანები და სულ ყველა წმინდანი ნამდვილად არ არის საქართველოში ვინც გარდაიცვალება ესეც გასახილვებია არ თქვენ ყველას რომ საკმარისია მღვდელი მოიყვანო და ის უკვე შეო დამთავრებულია ყველა ცხონდება საქართველოში მართლაც ყველა ნათლული და გარდაცვლილი ყველა ცხონდება ეს ხო ტყუილი არის რა იცი რომ ცხონდება მით უმეტეს გვამის გაწეცხონება აღარ გამიგია გვამთან რომ მღვდელი მოვა და იმას ელაპარაკება გვამს იქ რო აღარ არის სიცოცხლე და არ არის სული და გამოსულია და სად არის ამან არის ის ნახეთ როგორი ხაცა კომიკური სიტუაციაა და ამას როგორ სერიოზულად უყურებთ რა სერიოზულად რა აი ტანსაცმელს რო დააგდებს ადამიანი რა ტანსაცმელს და დაუზახეთ მღვდელი და ეს ილუსტრაციას ახლა მოუხმობ და სერიოზულად ტანსაცმელთან თქვენ ხართ და რაღაცა პარაკლეს უკითხავთ სხეული ტანსაცმელი არ არის ამ სხეულზე ხო ტანსაცმელი ილუსტრაცია გავიხადე დავაგდე და თქვენ იდენტიფიცირება სხეულთან რო ახდენთ მე კი სხეულიდან გამოვედი ტანსაცმლიდან დავყარე ეს ტანსაცმელი და თქვენ ტანსაცმელს გლოვობთ ტირი ხართ და ყველანაირ რიტუალებს უტარებთ მე კიდე შორიდან უყურებ და შეიძლება მეცინებოდეს აი რაღაც ეს მდგომარეობაა საქართველოში რომ მოკვდება ადამიანები აუ ფეხზე დგას უყველა მაგრამ ვერ ხდება ამის ასეთი იყო ისეთი იყო არიგა გამოეფინება ხალხი შიოლაშვილის იმაზე მაგალითად გვამზე რა ამბავი იყო და შიოლაშვილის სული რო წაწმედილი იყო თქვენ არავინ არ იცოდეთ ეგა თითოეული ჩვენი სული წაწმედილია სანამ ქრისტეს არ შეხვდები და საიდან ვიცი რომ შიოლაშვილის სული წაწმედილია ღმერთის ადგილი დაეკავა პატრიარქია და კათოლიკოსი და უწმინდა გასაგები მორჩა სული წაწმედა მან აბა ეს ჩემი სურვილი კი არ არის ახლა მე ჩემი ხუშტური ხომ არ არის კაცო საღვთო წერილი არის სამაგალითო და შიოლაშვილი ხო აი ამ პოსტზე იყო როგორც ღმერთი და მკრახელობდა გარდაიცვალა და მის გვამს ხალხი დასტიროდა და თვითონ საწავიდა არავინ არ იცოდა იმას არ უნდა ზიარება თუ პარაკლისი ჩაუტარა შიომ გვამს რა ტანსაცმელს უკითხებს ალმუნები აი დავყარეთ ტანსაცმელი წამოვედით და თქვენ ტანსაცმელი გააწყეთ იქ შეყარეთ ხალხი შესაბამის რაღაცა იმაში ყუთში მოათავსეთ და მე მიყვება 2 მილიონი კაცი ხო არის ცოტა კომიკური ცოტა ისეც რო შევხედოთ ხო სასაცილოა ესა და რატო ახდენთ იდენტიფიკაციას გვამთან ტანსაცმელთან იდენტიფიკაცია შეიძლება მოვახდინოთ მე დავყარე ტანსაცმელს წამოვედი თქვენ კიდე ტანსაცმელთან იდენტიფიცირება ეს ვარ მე სხეული არ არის ადამიანი სხეული იხრწენება
და რომ არ დაასაფლო, ვერ გააძლევთ სხეულთან, აყრულდება ესა და მოიწამლებით. და ამას კეთილშობილური რაღაცა ფორმა ეძლევა და დავუკვირდით გააცილეთ გზაზე. სად გააცილეთ? ვინ გააცილეთ? საწევი და გვამი. იმას ხედავთ, გვამში ვინც იყო? ასე რომ სული წაწმენდილი ქონდა კაცს და თქვენ კიდე გვამი გააკეთილშობილეთ. ეს განავალი, სულის განავალი. ხო, იმიტომ რომ სულიდან გავიდა, განავალი ქართული არის რაც გადის. სულიდან გავიდა სხეული და განავალი ქვია მაგას. აი როგორც გადამუშავებული საჭმელი კუჭი გადაამუშავებს, გაანაწილებს სასარგებლოს, უსარგებლო შხამი არის განავალი. და სპეციალური ორგანო არის, რომ ეს განავალი იქიდან გამოვიდეს, როგორც 8 სართულიან კორპუსში დატანებულია შუაში ნაგვის საყრელი ბუნკერი და ჩაყრე ამ ნაგავს და გაედინება იქა, ხო? აი ორგანიზმში, ჩვენ ორგანიზმში არის ესეთი რაღაცა სანაგვე რაღაცა მილი, ნაწლავები. კუჭი გადაამუშავებს ყველაფერ ამას და სასარგებლოს იტოვებს. და ის დანარჩენი სუშხამები გამოდის. შხამები გამოყოფილი განავალი. ხო, რომელსაც ოდიოზური სუნი აქვს, აყროლებული, აკოთებულია. აი ეს არის საჭმელის ნარჩენები. წარმოიდგინეთ, საჭმელში რამდენი შხამი ყოფილა. საინტერესოა, ედემის ბაღში იქნებოდა ეგეთ საჭმელი? ედემის ბაღში თუ იქნებოდა მაგალითად საკვები, რომ იმას გჭირდება გადამუშავება კიდე. და გამოიყოს რაღაცა შხამები. არ ვიცი, დაფარული ეს ყველაფერი. ხო, რაღაცა რომ სხვანაირი გვაქვს ჩვენ, ვიდრე იმათ, ეს ახლა ელემენტარული გონება კარნახობს ამას, ხო? მამა კარნახობს. სული? სული სადღაა? რომელია სული? სად არის? და ეს პროცესიც რაღაც ისეთი უცნაურია ჩვენთვის, ვინ მოკვდა, სად მოკვდა, რა არის სიკვდილი. რამდენი კითხვებზე პასუხები გვაქვს? რაღაცა ფორმულებს დავიზეპირებთ და ვითომ ვიცით. დააწეს ეს ფორმულა, შემოგტენეს, იცი რა არის? აი იქით არის, ზეციერი საქართველო. აცხონოს ღმერთმა, დაუნთეთ სანთელი იარი და დამთავრდა. რა სიტყვებით? ვინმე იცის ეგა? ვინმე მოვიდა იქიდან? არავინ. არა გამორიცხულია, თქვენიანი არავინ არ მოსულა იქით. ვინც მოვიდა იმას არ უჭერებთ. ვინც მოვიდა და ეს ღმერთი იყო, ადამიანი არ იყო. არც ერთი ადამიანი არ მოსულა, იქიდან ადამიანი არ მოდის, იქიდან მოდის ღმერთი. იესო ქრისტე 100% ღმერთია და მან გითხრა, რაც გითხრა არ ვასრულებთ და არ უჯერებთ და დავიკავეთ ღმერთის ადგილი, რაღაცა გადავაკეთეთ მისი სიტყვები, არ მოგვიწონა მისი კონსტიტუცია. ჩამორჩენილად მივიჩნიეთ, იმიტომ რომ ის ძველი იყო და ეხლა ახალი დროა. არ მოგვიწონა მისი ინსტიტუტი, ოჯახის ინსტიტუტი. არ მოგვიწონა მისი განაწესება ოჯახში იერარქიისა და აუჯანყდა ცოლი ქმარს. ხო, წარმოიდგინეთ სადა ვართ. მაგათ ცოდვილი გარემო სახეზე არის. ცოტა ხანს ვიფოხიალებთ და მერე დავტოვებთ. ესე იგი, პირველ ეტაპზე ესე იგი რა შოკში იქნებოდა ადამი და ევა, როცა მათი შვილი მოკვდა რა. ეს ხომ სიცხლი პირველად ედემის ბაღში ნახეს. ცხოველი გადყავდა. ავით შემოსა ღმერთმა ესენი. ალბათ რაღაც შოკში იქნებოდნენ, მაგრამ შვილი რომ მოკვდა და განსაკუთრებით თვითონ რომ ნელ-ნელა მიდიან სიბერისაკენ. და ნახეთ რა არის. კი შეისმინეს ღმერთმა რომ უთხრა ამის მერე მიწიდან აღებული ხარ და მიწად მიქცევი. მაგრამ ეხლა 930 წელი, ხო? დაჭირდა ამის შესრულებას და 930 წლის განმავლობაში მას ხო ეს ახსოვდა. და ვერ წარმოიდგენა ეს რა პროცესი არის დაბერება. და თანდათან ეს ევა და ადამი რომ ხალხს ადევნებენ ერთმანეთის დაბერებას. მანამდე ხო არ იცოდნენ ბერდება ადამიანი? ხო სიბერე. ხო? საშინელება რა მდგომარეობაა ეს? რატო ბერდება ადამიანი? ბერდება ხა ქართული არის, მოკლედ ფორმა რატო იცვლება? და ხაც ეს სხეული უსარგებლო ხდება. სუსტება. ვინმე მიცის? სოფლიო სამედიცინო ინსტიტუტმა შეაჩერა ეგა. აი ეს პროცესი შეაფერე. რა არის? აი რა აბერებს ადამიანს? ხო უცნაური რამეა. აი ეს ამას ხო გადაახდა კაცობრიობა. ეს ისე არის, აი ამაზე არ მოვიფიქროთ, აბა რაზე ვიფიქროთ კაცო?
აი ვინმე ეს ამოხსნა ეს ამოცანა, აი რომ ვიძახით რომ ყველაფერი ვიცით. რა ვიცით? ვეძებთ, ჩალიჩობთ, წვალობთ, რა ვიპოვეთ, აი რა შევისწავლეთ. რას ვამაყობთ ამ რაღაცა წვისი დაგროვილი ცოდნით და დავიზეპირებ და მე ერთმანეთს ვაბარებთ გამოცდებს. ცნაური მოვლენაა ხო ეს სიბერე ისე რა. და როგორ ადნება აი თანდათან შეხეული როგორ დნება და 90 წლის კაცი აბსოლუტურად სხვანაირია. ქალიც მე ულამაზესი ქალი როგორი არის? გინახეთ მსახიობები 80 წლის ასაკში სოფი ლორენი და ასე შემდეგ. ვერც იცნობთ. და თუ ქრისტიანი ადამიანი აუ როგორ უნდა იყოს აჯანყებული, სარკის ჩახედვის ეზარება ალბათ. ცოტა შედეგია ეს თქვა, ღმერთ მე დემის ბაღში ადამიანს უთხრა. იმის გამო რომ შენ ეს დაარღვიო. ეხლა ეს გამოეყოფა მოკვდებიან ისე გამოეყოფა სხეული და მიწიდან აღებული ეს მატერიალური აი ეს არსება რაღაც რაობა სხეული მიწად იქცევა. და ეს გამოყოფილი სადმეთის. ეს არამატერიალური რაც არის ის საწავით. ამას ხო ვერ ვხედავთ ჩვენ. ჩვენ ნაცნობებიც და ახლობლებიც როცა იმ ფაზაში შედიან რომ გარდაცვალება მოვიდა. ხვდებით რა გამოვიდა იქიდან? ვინმე მიცის? ლეგენდები თავსებენ. აი იცი რა არის? 40 დღე სული აქ არის, სადაბორიალობს მე. და რაღაც 40 დღე უნდა აღნიშნოთ და მე სადმედის. ეს ყველაფერი ადამიანის ტვინი არის. ეს თეორიები შემოგვტენა და უკავშირა ამ რაღაც ორგანიზაციას ხო და ხარობენ ეგენი. ვინმე მიცის ადამიანის სადმედის. ვერავინ ერტყვის დარწმუნებით რომ ეს არის ზეციერი საქართველოსია ყველა ქართველი. არ გვეუბნება ამას ღმერთი თავის აი ამ წიგში. არა, არის ადგილი სადაც იტანჯება ადამიანი და არის ადგილი სადაც ხარობენ. შენ რო ყველა გაამწეს ახლა ზეციერი საქართველოსში ახლა ეს ტყუილი არის. 100%-იანი ტყუილი არის. მithumetas კაცი ცხოვრებაში არაფერი ღმერთისთვის არ იგია, სულ ემსახურებოდი სატანას. ძალიან ბევრი ხალხი მოატყუე. დიდი მატყუარა იყავი, იმიტომ რომ დიდი მატყუარა იყო შენს უკან. ჩაქჩურჩულებდა სულ მუდამ და იხარი ამ წუთის სოფელში და თაყვანს ცემს სატანას და ყველაფერს მოგცემს რა და აი ყველაფერი მოკლედ იხარი და იბედნიერე ხო? პატრიარქი რო ხარ, დღესაც ამ პოსტზე რა ამბავია. არავინ არ იცის რომ მაგ პოსტზე ვინცავა, მაგას ბოლო მისი ბოლო ჯოჯოხეთია. ეგ პოსტი არაფერი შესაშური არ არის. ეგ არის სატანის სამსახური. აი რელიგიური იმაში, აი პატრიარქი, სადაც ყველაზე საცუდავი ადამიანია და რა ამბავია. ეგ ხოჭით რა ადგილია. ეგ არის სატანის ადგილი, სადაც ვინც დაიკავებს მაგას, თლიანად დაექვემდებარება ხალხი და სატანასთან რამდენი ხალხი მიდის. ძიმე სიტყვებია ხო? ვინ დაიჯერებს მაგას? ნუ დაიჯერებს, რა პრობლემა არის ახლა არც ვაპირებ ვინმეს ეს თავში უკაკუნო. აიღე წიგნი და თუ გაგაგებინებს, ღმერთი გაგაგებინა, მე რაც გაგაგებინა. აი რა წაიკითხო არ კითხულობთ არაფერს ხო? და რამდენი ხალხი ჩემი პატრიარქი მიყვარდა. ხო და მალე ნახავ იმასთან იქნები. რა პრობლემაა რა? გაირიხინებს ცხოვრების მატერიალს, ერთად აღმოჩნდებით. იმ ადგილზე მაინტერესებს მე თუ შეიყვარებ იქ. იქ ალბათ ერთმანეთს რა ვიცი, სუდედას აგინებენ. რატომ მომატყუე და რა ვინ მოგატყუა? შენ თვითონ იტყუებ თავს. ღმერთმა გითხრა პატრიარქთან მიდიო. რო არ გინდათ ეს ამ წიგნის საკითხვა. ამ წიგნით გვეცხადება ღმერთი და ეს წიგნი არის მისი მთელი პროექტი რა. ვინ ვართ, რა ვართ, რა გველოდება. და ეს გვერდზე გაქვთ გადადებული და ამ კრეტინებს მისდევთ თქვენ თავიდან ბოლომდე თქვენ რა. და რა ამბავია მან, იცი მაგათ ხო არაფერი არ წამთ. ვისაც ღმერთი არ აწამს, ის 100%-იანი სატანის სამსახურშია. და ვისაც ღმერთი წამს, მაგ ადგილს როგორ დაიკავებს, არ გადამორიოთ კაცო. ეგ ადგილი როგორ უნდა დაიკავო? ზეგი ფუნქცია გაქვს, რომ ბევრი ხალხი შეეცდე. იგივე საკეთებს კათოლიკებში ის პაპი. და პროტესტანტებშიც არის ნაირსახეობა, რომელიც გადახვეული არის და იშვიათი არის ძალიან მცირე იქნება და ცოტა ვინც სწორად მისდევს მაგას. იქნება დედამიწაზე ესეთი გაერთიანებებიც. ხო და იმას უნდა მივაგნოთ, იმასთან უნდა დავიჭიროთ კავშირი და საერთოდ წიგნი გვაქვს ყველა ჩამორიგებული და აიღე და შენ თვითონ
მოაწესრიგე რა ეს შენი წმენის საკითხები. რატო გადააბარე შენი სული სხვას? შიოლაშვილმა მე გააჩინა თუ რა? ასე რომ გამოფხიზდით რა, ეს ერთგვარი შეგონება დარიგება და აგერ მიაკითხეთ რა, ვინც სამყარო გააჩინა იმას მიაკითხეთ ახლა. ის გეუბნება ვიღაცა კეკელია რაღაცა კრეტინობას გეტყვის და გიგენაძე და ოთხოზორიები და ეგენი ხო იცი, ეგენი რასაც აკეთებენ. ეს გასაგებია, რასაც თესავენ მოიმკენ. მაგათი მოვალეობა რაც შეიძლება მეტი ადამიანი სატანას მიუყვანოს. და ღმერთი გვეუბნება მოვალეობა ადამიანისა ქრისტეს მიუყვანო. ქრისტეს უნდა მიუყვანო. სატანა კიდე ნახე რას აკეთებს რა. ფერებიც ნახეთ როგორია. აუ. ვინც ამაგას ახლა მოშორდება დისტანციას გააკეთებს, აი ეს არის ეკლესია. და ასეთი მცირე ნაწილი იქნება ქართულ სივრცეში ახლა. სხვანაირად როგორ შეიძლება. ხო, ძალიან გამიგრძელდა იცის და გარკვეული ეს რომ დავიწყე ყოველი დღე როგორ უნდა მისალმების მერე როგორი ბრძოლის ველზე რო გავდივართ საწოლიდან ადგები და ჯერ მარტო სიზმარიც ბრძოლის ველია იქაც გაწუხებს რა ეგ მთელი რაღაც სისულელეები და აი ბრძოლის ველზე ვართ ახლა ღმერთის გარეშე ამ შავეთის ველზე როგორ უნდა ვიაროთ ერთ-ერთი ფსალმონი ხო ამას მიუძღვნა სული წმინდამ და დავითის სახელს რო უკავშირდება ხო გახსოვთ 22 ფსალმონი და აი ეს ახლა ცით რა არის ბერჯელი მეთქვა мотиваციები საერთოდ არ აჩანს და ადამიანის განსჯა იცით რატომ არის ცოტა სახიფათო мотиваციები ხო არის იმისი მოქმედებებით აფასებ ადამიანს მოქმედებები თუ ემთხვევა мотиваციებს მოქმედებიდან мотиваციაზე გადადიხარ ნუ იურისპრუდენციაში არის გამომწებელი мотиваციებით ხელმძღვანელობს, მაგრამ мотиваცია ხანდახან საქმე რო ნახა, რა კიღა მაგალითად ვიძახდი თქვა ეს უნდა მოკლა, ეს უნდა მოკლა. და მე მართლაც მოკდა ისტები გამიგე. დაკითხვის შედეგად ახეთ ვინაიდან ახლა მე ამას ვიძახდი, შენ мотиваცია გქონდა მაგისი და მაგრამ მე არ მომიკალია. ჩემი мотиваცია სხვა რამე არის და შენ რა იცი ახლა მოქმედებიდან мотиваციაში რო ჩატიხარ. იობში მაგალითად იობის мотиваციას ახეთ ის სამი მეგობარი მოკლედ სიქას აძრობს. ესენი არიან როგორ იცი აი არ შეიძლებაო რა არ შეიძლება იტანჯებოდე თუ რამე შენ ფარული რაღაცა დანაშაული არ აგაქო. გადაირია რა იობი რა. ეს მეგობარი სამი მეგობარი არის სისხლი გაუშრო ამათ. ხო ასო დიალოგების უკამათი მიდის ესე იგი სასამართლოა რა. თან ოთახში არ იმართება ეგა. ესე იგი ქალაქის ალაყაფთან არის ესე იგი ეს იობი თვითონ ესეთი ცნობილი კაცი იყო ალბათ ეგ როგორც მსაჯული ისე იყო და გარეთ რო არიან იქ ჩანს რომ იქ მტვერი დაიყაროს ამ მტვერი ოთახში ხوار იქნებოდა ესე იგი ღია ცის ქვეშ არის აი ესეთი სასამართლო პროცესი და ეს პროკურორები არიან მეგობრები მისი სამი კაცი რო არის და ეს დიალოგი მიდის სულ რა მე ილუი ჩაერთვება მესამე ესეც უცნაური ვიღაცა არის თამპირის იმტრებს ხალხი ეს ვიღა არისო ხო ეს ზოგი იძახის ვითომ ქრისტია 1000-ნაირი ვერსიები გაცნობილი ვარ მაგრამ არა იმიტომ რომ ტექსტი სხვანაირი არის ამილუმ უფრო მაგრა დაადანაშაულა იობი თუ გახსოვთ ამან უფრო მაგრა დაადანაშაულა თარგმანები უნდა შევადაროთ ხომ გარკვეული იმით გამიგეთ და მე ზოგან არ არის სწორი თარგმანები რა ხო რაღაც ებრაულში სხვანაირად არის სიტყვები, სახელები და როგორ უნდა მიუსადაგო, როცა ამას ალექსანდრიაში აი 70 კაცი თარგმნიდა ბერძნულ ენაზე ამ ებრაულ ორიგინალს გამიგეთ, იქიდან აი მაგალითად ახაშვეროში. და ეს დღესაც ეგ შეცდომით არის აღქმული და კომენტარია საჭირო. როცა არის ახაშვეროში ებრაულ ენაზე, მიუსადაგეს ახაშვეროში არტაქსერქსე. ამ დროს არ არის ესთერში არტაქსერქსე, ქსერქსე პირველი არის. ქსერქსე, არტაქსერქსე, ქსერქსეს შვილია. ორიგინალში კიდე ეს განსხვავებულია ეზრასთან კიდე. აი ესეთი ნიუანსები მართლა არის და თუ ისტორიული კონტექსტი არ ახლავს აქ ამას ტექსტისას შეიძლება დაიბნე.
სახელები ებრაულში სხვანაირია და ცოტა ჟღერადობა მიუსადაგეს და შეცდომა დაუშვეს. აი როგორც ესპანურში მაგალითად არის ხუანი, ხოსე. იცით მაგას ქართულად რა მიესადაგება? ეს ქრისტიანული სახელები არის ხუანი, ხისუს, ხო, იესო, ჩვენ იესოს ვარ, ხისუსი. ხო, ან ორიგინალში მოშე და მოსეს ვეძახით. რებეკა ორიგინალში საერთოდ სხვანაირად ჟღერს. და აი სახელების გადმოტანა რო ხდება და აი რაღაც იმ ფორმების მორგება ქართული რო არის, ან სხვა ენა კიდე საერთოდ ხო? აი როგორც მაგალითად ქართულები ისრაელი, რუსულ ინგლისში იზრაელი. და მით უმეტეს პიროვნება, ახაშვეროში. და ახაშვეროშ არტაქსერქს, აი ესე ბერძნებმა ესე ეგონათ ეს არის არტაქსერქსე. რანაირად ისტორიაში რო გადახედავთ არტაქსერქსე ქსერქსეს შვილი იყო. ქსერქსე პირველი კიდე დარიოსის შვილი იყო. და ქსერქსი არის მანდ ესთერის წიგნში და არა ახაშვეროში. არტაქსერქსი არ არის, ქსერქსია. მე მაგას ცulis მე არტაქსერქსე ამაზე. ხო და იობშიდაც ძალიან ბევრი რაღაცეები ცით როგორ არის დაგაბნევს რა ეს ილუივიღა არის. ხო რო იწყებს და მე გისმენდით უფროსებთან ეს უფროსებიან ეს უმცროსი მაგრამ ეს ამართლებს შემოვიდა გასამართლებლად და საერთოდ რა სასამართლო პროცესი არის ეს. ხო რატო დაიწერე ხო მანდ ხო არის ადამიანი დიალოგი ტანჯვა რა არის რატომ არის ყველაფერი ეს ძალიან ძლიერი ნაწარმოები არის ეს ბიბლიაში რომ შესული არის როგორც სულიწმინდის მიერ ჩაწერილი და გამოყენებული მიწიერი ადამიანი. მე ფიქრობ მაინც ვეთანხმები იმ მოსაზრებებს რომ იობის არის ეს მიწიერი იობის. თორე ისა ღმერთის არის სულიწმინდთან დაწერილი ყველგან. გამოყენებული იობი არის, არავით არის მოსე და არც ესდრა, არც ისაია ესე თეორიებიც არის და მით უმეტეს სოლომონი. არა. მოსე არა სტილით განსხვავებული არის, რაც გამოვიკვლიეთ, ნახეთ, შევადარეთ. ჩვენც მერე სხვადასხვა თეორიებს რო გაეცნობი, მე რომელი უფრო ახლოს არის და შენ რომელს იზიარებ, ხო? რანაირად ახლა მოსეს რანაირად ესე პატრიარქების ეპოქა არის და მოსე არის უკვე მე-14 საუკუნე. ხო? თან კი მიდიამის ქვეყანაში არის ეს გასული და გასაგებია 80-40 წელი იყო და შეიძლება იქიდან წამოიღო ესეთ თეორიაც არის. არა და არა. არა. სტილი განსხვავებულია ხუთწიგნეული ამისაგან. ქრონოლოგიით, ბიბლია ხო ქრონოლოგიას არ მისდევს სამხრივ, იმიტომ რომ ქრონოლოგიით თუ გავაწყოთ პირველი წიგნი ბიბლიაში დაბადების წიგნი კი არ უნდა იყოს, იობი უნდა იყოს. მაგრამ ამასე არ არის. მანდ არის შინაარსით, ხო? აი სამყაროს შექმნა უნდა იყოს პირველ დაბადება. და ეგ მოთავსებული არის ისეთ ადგილზე, გამიგე, აი შვაში, ხო? პოეტურ ნაწარმოებებში არის ეს შესული. და ძალიან ისეთი ის არის მსჯელობა, აი დრამა არის, აი დიალოგები როგორც აი დრამატურგიული ხერხი არის, მე სასამართლო პროცესი არის. ხო, ბრალდებულები მოვიდნენ და ეს თავს იცავს, ადვოკატი არის. ხო, და აი ეს მთელი ეს გაშლილი არის მთელი ეს სურათი, ვიდრე ამ საუბარში არ ჩაერევა ღმერთი. 38 თავიდან. ხო. ესე რომ ადვილი კი არ არის ახლა ესეთი გაიოლებული რო არის და რაღაც რეცეპტის ერწმენა როა საქართველოში. გამოგიწერს მღვდელი რაღაცას დამთავრებული მორწმუნე ხარ. არა, უნდა იფიქრო. უნდა შენ თვითონ დაგაფიქრო სამყარომ, სიცოცხლემ რა არის, როგორ არის და სახელმწიფო ბიბლია არის. კითხვა მოგივა ბიბლიაში ეძებ. აი საძიებლები უკვე კარგად არის გაწყობილი ინტერნეტის მეშვეობით. გაგვიადვილა ყველაფერი, ნახეთ ღმერთმა ეს ყველაფერი ეს ქრისტიანს უფრო ეხმარება ვიდრე არა ქრისტიანს. გაგვიადვილა ყველაფერი, ხო, შედიხარ ეძებ აი მაშინ აი ყველაფერი აი ამდენი თავია, ამდენი მუხლია, ამდენი ეს არის, აი ამდენი პერსონაჟია, სულ ყველაფერი არის. ამდენი სიტყვა. ხო. და რა კარგი რამე, ხო? ასე სწრაფად ვაწესრიგებთ ამას, რომ ჩვენი რწმენა უფრო
მყარი იყოს და არა ისე რა რაღაცა მოდას აყოლილი იცი რა მე ეკლესიური ვარ მე მოწმუნე ვარ იცი შენ მოწმუნე ხარ მე შენ რომელი მამა უყავს მე ჩემ ამორა ჩემ მამაოსთან არა ჩემი მამა უფრო მაგარია კი აბა ეგ მამაოები არის სატანის მსახურები ჩემო კარო საწყლები არიან ესე ცოდვები არიან რა და ატყუებენ მოსახლეობას ეწინააღმდეგებიან ღმერთის დადგენილ კანონებს და ადგენენ თვითონ წესებს ამ დროს არიან ცილის მწამებლები, მატყუარები ხო? და მაგიტომ არის რა ერთიან დიაბოლოსი და სატანა ბერძნულად ხო? ცილის მწამებელი, ცილის ხო სწამებს. ღმერთთან სატანა იობს. და ჩვენი შუამდგომელი ნახეთ მე რაც ქრისტე აღდგა, უკვე არის მაცხოვარი და ჩვენი მლოცველიც ეგ არის, ჩვენზე ლოცვა. როცა ასეთი პიროვნება გვყავს ეს ვიზე უნდა გავცვალოთ მე არ ვიცი რა. შიოლაშვილი კაით ერთი რა. შიოლაშვილს თავისი ამოცანა აქვს, რაც შეიძლება მეტი ხალხი სატანას მიუყვანოს. ეს კარგად გააკეთა და აკეთებს კიდე მისი გამგზელებელი. თუმცა ერთობ ტრაგიკული პიროვნება შიოლაშვილი თქვენ ეგეც არიცით, ბევრმა ეგეც არის წმინდანი და ეს უწმინდესი რა. იცი ხა ვინ უწმინდესია და ვინ წმინდასი და შეფუთულები არავინ არაფერი არ ფიქრობდა, კუჩი არ გადიოდა, აზრები არ აწუხებდა, თუ რა. იცი ხა წმინდანია. და შენ რატო ხარ უწმინდური თუ ქრისტეს აღიარებ, შენს გამოხმობილი ხარ და შენს გამართლებული და გაწმინდავებული ხარ, ხო? არა, ეკლესიას ენდობი და ეკლესია ვისაც გააწმინდაებს, ის უკვე ის ხატად ქცეულია და იმაზე ლოცულობთ ახლა. ილია ჭავჭავაძე იქნება, ვაჟა-ფშაველა ხატებს დაგიდებენ წინ და გარახუნებინებენ თავს. ახლა შიოლაშვილის ხატები იქნება. მალე გაყიდვაში და დაწეწვაგლეჯვა იქნება და უფრო დაიმძიმებთ თქვენ ცხოვრებას რა, აყავდონეს. არის აგერ მიაქციეთ ყურადღება ღმერთს საფრთხო წერილზე დაყრდნობით. ახლა მოვიგონოთ რამე არ არის სწორი რა. გვაქვს ქართულ ენაზე მადლობა ღმერთს რომ ქართულ ენაზე როგორც ძველ ქართულად არის ისე ახალ ქართულად არის ვერსიები არის. სხვა ენებიც ღმერთმა ასე თუ ისე შემოგვასწავლა აგერ ქართველები უკვე აღარ არიან ახლა ერთი ენით, რა ვიცი 1 2 3 კაც შეიძლება ახლა და გაგვიკვირდეს, მაგრამ რაღაცა თითო ორლა ენა რაღაცა შემოესწავლა ხალხს, ზოგი ფრანგული, ზოგი გერმანული, ზოგი ბერძნული, იტალიური და ბატონო ყველა ენაზე არის ეს ბიბლია და ვერსეთ ენაზე ვერ კითხულობ. ქართულზე კაი რაღაცა გოგოიმია ქართული ენა და რუსულად წაიკითხა, რუსულიც ხო ანტირუს არ თურქულად. თურქული მუსულმანები კაი ბატონო თურქულად არ ლათინურად. ლათინური არის კაი იტალიურად. ბერძნულად ბოლოს თუ ძველი არის, ახალი არის. ინგლისურად, ესპანურად, ხო? გადასარევია პირდაპირ, ხო? ყველა ენაზე არის ბიბლია დაწერილი. ღმერთმა ესე ინება და მადლობა მას და არ ჩვენ გამოგვტოვა ქართველები გაავრცელა ადრე არ ვრცელდებოდა ესე საწყალი გლეხები. რა ვიცი, ღმერთი როგორ მიხედავდა იმას ეს ღმერთმა იცის, მაგრამ ჩვენ უკეთეს პირობებში ვართ მაგ მხრივ და ასეთ უკეთეს პირობებს ჩვენ ვცვლით. ვთქვათ, რაღაცა უარესზე და მღვდლებს გადავაბარეთ ჩვენ სასიცოცხლო. ეს მაგარი დანაშაულია მეგობრებო. წიგნი სახში ქონდეს და მღვდელთან გარბოდე აღსარებებზე სასაცილოა პირა. გაამარტოვდე და აღსარება ღმერთს უთხარი. აღსარება არის აღიარება. თუ რა გაქვს ასეთი ასაღიარებელი ყოველდღე მე ვერ გავიგე. რა გახდა სულის აღსარებები, ზიარებები? ან ეს ზიარება რა, ვის ეზიარებით? სატანას თუ ღმერთს? ღმერთთან დაკპატიჟად სერობა არის, ღმერთთან პურობა არის. ზიარება არის რა, დაჭექი მაგიდასთან. თავზე იხარჯა დილით. მადლობა უთხარი, რომ დაისწერე სუფრაზე. ეზიარე მაგ მოგიდე ჭიქას ხელი. რაღაცა თუ არის, რაღაცა წითელი რაღაც ასოცირებს სიცხლე, მადლობა უთხარი რა ზიარება ეგ არის, გამიზიარე სიყვარული. ზიარება სხვა რამე კი არ არის. ეს არ შეგიძლიათ სუფრაზე. თქვენ თვითონ მოზიარე იყოთ სუფრაზე დამსწრე ღმერთისა. ამას რა თუნდა მღვდელთან წასვლა და ყოლს რო გთხრის ვიღაცას რო 100 კაცს რო გამოუსვა პირში და მე შემოგთხარა და მე რო ვითომ იცი რა არის გადაიქცევეს სისხლად და ხორცად. ეს რა მისტიკა არის, რა სისხლად გადაიქცევა რა კანიბალისტი ხო არ მავა. ხორცად რატო გადაიქცეს ეს არმეს სპური. ცოტა აზრი ხართ ეგა? რა ეს მეტაფორა იხმარა იესო ქრისტემ კაცო. მე ვარ პურიო, მე ვარ ისაო სისხლი. ესეთი რამე არ არის სწორი რა. მეტაფორებს როგორ ულებთ იმაში რა მისტიკაზე მელაპარაკებით რა ჯანაბად გინდათ ეს ინსტიტუტი რატო იღუპებით შემამდე არ გინდათ დაღუპვა თქვენი ნება დაიღუპეთ არ არის პრობლემა
თქვენ არჩევანზე პასუხს თქვენ თვითონ აგებთ ჩვენ ერთ დღეს. დაელოდეთ ცოტა ხანს, გაგიხმობთ უფალი და იქ შეფასდება. ახლა უკვე შეფასებული არის, ვინც გავიდა და ჩვენ ამას ვერ ხედავთ. აპრიორი ყველას ჩვენ 64-ში უშვებთ და არის ვინმე ქართველი ჯოჯოხიში წასული. იცით ვინმე ასეთი? არა, გამორიცხულია. ყველა მართლმადიდებელი 64-ში მიდის და ყველა მართლმადიდებელია ბავშვობიდან მონათლული. ავტომატურადაც და აგერ ჭირის უფლებიც კიდე ეხმარებიან თუ რამე ეჭვი არის რომ ვაი და იქ აგერ ბატონო იარა მღელთან და აგერ სანთლები უნთე და დაეხმარე და იგი უკვე აუცილებლად გაიწმინდება. არ არის ახლა ეს ტყუილი. რატო იტყვევთ თავს რა იცი მოკლედ. ჩვენი მოვალეობა მაინც ვამხილოთ საღვთო წელიზე დაყრდნობით ის რაღაცა გაიძვერული რელიგია ქრისტეს სახეს ვითომ რო უკავშირდება. გამგები გაიგებს კარგია, არ გაიგებს არ არის პრობლემა. არავის ძალას არ ვატანთ. აი საკითხი თითქოს არავის არ აინტერესებს, იცი რატო? თუთი სოფელი ისეთი არის, მაინც ძალიან ძლიერი ხიბლი აქვს. იცი დაკავებული ხარ სულ რა 24 საათი, სულ ფერხულში ხარ და უცებ ისე შემოგადენება ცხოვრება, რომ მარადისობის კარებს შეაღებ და გაგებაში არა ხარ აქ მარადისობაში. შენ რა როლი გეკუთვნის გამიგე და იმ მარადისობაში სად იქნები? ტანჯვაში თუ ნეტარებაში? როგორ მუშაობს სატანა გაგიჟდებით რა? ძალიან ცოტა ხანს ცხოვრობს ეს ადამიანი. აღარ არის რა 200 წელი 300 იყო მაგ ხან ნელ-ნელა შემცირდა ჩვენი სიცოცხლის ხანგრძლივობა. თან ამას აჩქარებს კიდე ეკოსისტემა. არ არის კაი ეკოსისტემა ჩვენთან დაავადებები ძალიან მეიფეთქა დაავადებებმა. საავადმყოფოები გადაჭედილია მთელი მსოფლიოს. საერთოდ არის სახელმწიფო სადაც საავადმყოფოში უცარიელია და ექიმები ყვინთავენ. მე კი ვიცი რომ წყლობით რიგში დგანან რა ყველა ქვეყანაში. ქვეყანა არ არსებობს გამიგე რომ საავადმყოფო ქვეყანაში და იქ არის ექიმები ამთქნარებენ და კლიენტს ელოდებიან. არა ბიჭო, არავინ არ მოდის რა, ჯამთელია ყველა. ამ დროს რა არის, რიგები დგას რა, ოპერაციის რიგები დგას 3 თვე, 4 თვე, წელი, 2 წელი ელოდებიან. გადატენილია რა ადგილები, მე აქეთ უფასო, ფასიანი, ხო, ქვეყნებიდან ქვეყნებში სირბილი. და რა როგორ აფეთქებული არის ხო ეს რა გახდა ბიჭო ეს დაავადებები ძალიან გაახალგაზრდა დაავადება ბავშვები იბადებიან ნეულებით და რა ვიცი მიბული არიან ექიმებთან ყოველ წელიწადში ორჯერ აბა თვალყურის დევნება და ამით დაკავებული ხარ რა აბა რაღაცას მაინც აღმოგიჩენენ არის აბა პრეპარატები აბა წამლები და მაინც გვხვდება ადამიანი რა და ეს ყველაზე ძლიერი საკითხი არის. რა გველოდება წინ? ვინ ვართ და რა ვართ? პასუხი გაიცა ადამიანმა ვერ გაცა პასუხი. და რო ვკითხოთ ვითომ ერთმანეთს ვიცნობთ რაღაცა ვისწავლე და ფსიქოლოგია და ბიოლოგია და მეცნიერება ხომ ეგეთ რაღაცებზე რა. ადრე რაღაცა მნიშვნელობას კი ვანიჭებდი. მეგონა რომ აი პროფესორმა ყველაფერი ერთი ბოთე კაცია რა რაღაცა თემა დაწერა. ესე იგი მითითებით ყველაფერი რასაც გეუბნებიან ის გააკეთე. მე დისერტაცია და დისერტაცია არა ტოროლა კიდე რა. ადრე იცი როგორ ვანიჭებდი ამას მნიშვნელობას. მეგონა რომ აი დისერტანტია და რაღაცა მაინც ახალგაზრდა ხარ და გონია აი პროფესორი ლაპარაკობს. ანუ ბოთეა რა თავიდან ბოლომდე რა. ეგნები დაიდო, გადაწერა, გადმოწერა და წაიკითხა მოხსენება და შეიკრიბა ტიპი და მიანიჭეს დოქტორის ხარისხი. და გამოვიდა მე და უნდა მომისმინოთ. მე დოქტორი ვარ პოლიტიკაში, თეოლოგიაში და რაღაც სისულელებს ლაპარაკობს რა. არა ეს რა ვიცი მაგუბრობ ხლა. ცოტა ღიმილს იწევს ეგ ხო? არ ბილათ რო თქვა. ჩემზე აღარ მოქმედებს ეგ ავტორიტეტები. აი გონიერ ადამიანს რო დაელაპარაკებს მიხცები ვინ არის და აი ტიტულებით კიდე მოგისმინო ხარ. ტიტული რო გაქვს, იმიტომ რატომ მოგისმინო მე ვერ გავიგე. აი გვენეტაძე ედიშერ გვენეტანას ტიტული აქვს. რო დაელაპარაკებს მგონია თოხი ახლა დააგდო და ყანიდან მოსული კაცი არის მალხაზას რო დაუჭდება. ერთი შეამოწმეთ, ნახ მე შემამოწმეთ ვიტყვები თუ არა. აი ნახე რა, ტიტულები რო აქვს, ამიტომ ახლა ამ სისულელეს მოусმინო, თან ისტორია ახლა თან საქართველოს ისტორია, კაითერთი რა. გვენეტაძის ისტორია ახლა რა, ეგ რო წაიკითხავს და ეგ რო მოგიყვება რა, თავისი ზღაპრებით. რა შემთხვევაში აფსერ წარმოადგენს პირიქით. მაგარი დებილია რა და უფრო
განმეტკიცდა ერწმენა იმისა, რომ რა არის ეს რაღაც აცხობენ ლავაში პიურებით, რომ ჯონჯოლივით დაიყარა საქართველოში ეს დოქტორები პოლიტიკაში, პოლიტოლოგიაში. ვის რეშმაკათ უნდა ეგა რა რაში გადგებათ ვერაფრით ვერ გავიგე რა. ვის ატყუებთ იცი? და ქაქანებ რაღაცა სულელურად. თან კიდე მღვდელი რო ხარ, ამდენ სისულელეს რო ლაპარაკობ, რატო მოგისმინო ამდენ? აი ეს რა არის ისი მომცემი არის ესა? შენ თვითონ არაფერი არ იცი გაუბედურებული ხარ ხო? ყველა ხომ მართლა ესეა ადამიანი რა, ცოდვილი ბუნების მატარებელია და ცდილობს მოიპოვოს ადგილი იმ სამყაროში, სადაც ცხოვრობს. და რაღაც იწვალა, იჯახირა, სკოლა დაამთავრა, მერე არჩევანი დადგა, საიწავიდეს, რა არის მოდაში, სულიერ ცხოვრებაა მოდაში და დაიძრა ხალხი, ყველა მღვდელი არის. ადრე კიდე ვინ იკადრებდა ახლა სასულიერო კი არა, ჯერ სული სად არის და ჯერ შეიძლება სასულიერო სასწავლებელი. ეგეც არ მესმის რა. გაჯეჯგილია ბიო, დებილები გამოდიან ყოველწლიურად. და მერე არის ქაბა ტაძარიც უნდა ავაშენოთ, ოფისი ხო ჭირდება, როგორც პოლიტიკოს ოფისი ჭირდება, ასე მღვდელი ჭირდება ტაძარი. ტაძარს უძახეს და ამ დროს არის ოფისი. შევა იქა და დაწყნარებულია კარგად არის და ქვეყანა ენერგიას ხარჯავს და ელექტროენერგიას და ახთებინებენ ხალხს. რა ვიცი, მაგას ვედოთ ჩვენ? თითოეულმა ადამიანმა უნდა გადაჭრას ეგ პრობლემა თვითონ გაარკვიოს რა. თითოეული ადამიანი ვაგებთ პასუხს მაგაზე და ხა სხვას არენდოთ სული საკითხებში და ცხონებაზე არენდოთ არავის არ გადააბაროთ ამასაც ყველა შეიძლება შიოლაშვილსაც მოусმენთ რა პრობლემაა მაგას როგორ ვენდობი მე მაიცად რა მაგან გამაჩინა მაგან იცის რამე თუ რატო ერთი განწესებული კაცია და დააჯინეს და გავიგე ვინ არის ეგ და დაანიშნა თავრობამ და აჰა შენ ეს პოსტი გაქვს და აბა შენ იცი ხო და ჯოგი კიდე ჯერა რომ ეს გაიყვან 64-ში და ხლა. კი ბატონო, მიდით და ვნახოთ ერთი რომელიც 64-ში გამყვანი ეგ არის კიდე გამოჩნდებით აგერ. ყველა მიხვდება მაგას, ყველა ერთ ჩვენ ერთ დღეს. აგო კარგი აქედან რო ხვდები ამას რა. იმიტომ რომ აქედან გამოსწორება შეიძლება და იქიდან რა გამოსწორებთ. ერთი ჩვეულებრივი ადამიანია გაუბედურებული რა. ტიტულებს უბოძებენ, მე რეკლამას გაუკეთებენ და არ იქა ბრძენის სტატუსი აქვს რა. ერთ სიტყვის და ბიჭო რა თქვა? იკითხეთ წიგნები თქვა. აუ ბიჭო რა სიბრძნე თქვა. იკითხეთ წიგნები. ამას მამა ჩემი წახცა. თვითონ არ კითხულობთ. დარწმუნებული ჩიოლაშვილის წიგნი არ აქვს წაკითხული. რა წიგნი არაფერი არ ჩანდა მის მეტყოლებაში და რა რაღაც ხო უნდა გამოჩნდეს თუ კითხულობ ხო? რა მის წერდა ცხოვრებაში. არა ზარმაცი კაცი რას დაწერდა ეგ. ყავდა იქ ხალხი და უჩხაპდნენ სისულელეებს და ქადაგებებს ეძახდა ამ სისულელეებს ხო. ცეცხლია როდებს იქ რა ვიცი რა ქადაგება რა პავლეს მერე რა ვიცი ეს რა ქადაგება არის რა. ადამიანი თვითონ ტყუდება და უნდა მოტყუება და ჩვენ კიდე არ შევდივართ მაგ იმაში არ გიშლი კაცო იყავი მართლმადიდებელი ისე გიტეხია. და ახლა რომ მიქნებ თითებს ამაზე არის ლაპარაკო და ესე არა თქვა შემენაკითხავს მე რაზე ვილაპარაკებ და რა არწმენა მაქვს მე შენ გიშლი ისე არის გიტეხია წადი მე გეუნები რომ სატანასთან ახარ და მეც თუ გინდა მითხარი იქიდან სატანასთან ახარ მითხარი ერთი ნახოთ ღმერთი გაარკვევს მე ამას და იმათ არგუმენტები არა აქვს და მე კიდე ბიბლია მაგ ესენი ბიბლიას არ ცნობენ და ახლა ახლა თუ ბიბლიას არ ცნობ ახლა შენ რატო უნდა დაგიჯერო არ მისმის ავტორი ბიბლიის ღმერთი არის და მაგე არის მთლიან წერია მანდა და იესო ქრისტემ დაადასტურა ეგა და ჩემზეა ეს წიგნი დაწერილი და ხა შენ რატო დაგიჯერო მე არ მესმის და რატო დაუჯერო ახალ ტრადიციებს რაღაცა ისტორიული რაღაცა ეკლესიას ისტორია აქვს რა რომელი ეკლესია სახელმწიფო ეკლესიას რა ჯანმრთელობთ მინდა მე ეგ ისტორია და გალიო წუთისოფელი ისე რომ თეადაფიქრთე ამაზე რატო მოვედი რისთვის მოვედი რა ფუნქცია მაქვს გადაყოლილი არიან ამ ფულის შოვნას რა. გახდა ეს რა ვიცი. აქ ყველაფერს დატოვებ და საშუალებაა დედამიწაც დაიწვევ ჩვენ ერთოს ხო. ამიტომ ეს საკითხები დახურულია. ვერ გაიგო ეს რატო ხდება, რატო ავადდება ადამიანი. ხო, რამდენი წელია იკვლევენ მეცნიერები და ვერაფრით ვერ დაადგინეს რა არის სიბერე. რა იწვევს ამას? მეცნიერულად ვინ მეტყვის? ფორმულებია სისულელე. და მოკლედ გაქვს პასუხი საღვთო წერილში ღმერთმა. სიბერის სიკვდილის მიზეზი არის ის, რომ ღმერთზე იყო დამოკიდებული ადამიანი და კავშირი გაწყდა. აი აქედან არის. ამ კავშირის აღდგენა ადამიანის ძალებით შეუძლებელია. ვერანაირი რელიგიით ამას ვერ აღდგენ.
ამიტომ ჩარევა იყო საჭირო და ინიცირებას ახდენს ღმერთი. ეს გააკეთა სამების მეორე ჰიპოსტაზმა იესო ქრისტემ. ეგ მოვიდა, განკაცდა, უცნაურად დაიბადა. ჩვენთვის უცნაური არის ეს პრაქტიკა ჩვენ არ გქონია. და ქალწული ქალი არის დაურსულებული, ქალწული. სული წმინდით. წამს ვინმე საქართველოს შეგა? და არ იცვლება? მოვიდა იესო და აი დააყო რაღაცა. რა იყო ცხოვრება 33 წელიწადი და ჯვარზე გაიკრა და აღდგა. აღდგა და დაიწყო ახალი ერა. დაიწყო ახალი ერა, სული წმინდით ყველა იბადება. გარდასახვა ხდება ჩვენს ძველ სხეულში, ადამიანის ტრანსფორმირება სულისა და კავშირის აღდგენა მამასთან და შრომავლად იესო ქრისტე ჩადგა. ესე იგი, ჩემს და ღმერთს მამას შორის არის იესო ქრისტე. და მისი მითითებები აღერა ბიბლიაში განწესი. აი განთავსებულია მაღალ დონეზე. აი ეს არის მე არ მჭირდება არავინ, არც დიპლომიანი მღვდელი, რომელიც გამოცდები რო ჩააბარა იქა და ვინც ის კიდე რა ისწავლა ხო და დაგვასწრეს ვინმე შეიძლება ბლუკუნა და ბლუ იყო. ზოგმა კი ადგილი იყიდა, დიპლომიც იყიდა. რა ახლა ის ყველას დამთავრებული აქ გქონია? რო დაამთავრებ რა მე. რატო იწყებდავთ სულს გადარეული ვარ? აგერა გვაქვს, აგერა პირდაპირ, აი მასწავლებელი ვინც არის? ბიბლიაში პირდაპირ არის აგერა მოძღვარი არავის არ უწოდოთო, მამა არავის არ უწოდოთო და ყავს ერთი. და ჩვენ ყველა ვართ ერთმანეთის ძმები, დები და ახლობლები და ქრისტეში და მარტივად არის ყველაფერი მორჩა. ახსნილია წუთის სოფელში რატო ვართ, რატო შემოვედით აქ, ვისი ბრალია და სად მივდივართ. ავიღოთ ხელი ამ სისულე მთვარეზე ჯდომა რა თმინდა ხრა, რა თმინდა მთვარე. წერია ბიბლიაში აქ თუ არ დაგაკმაყოფილდა და აფრინდი მთვარეზე ხრა. ამ მთვარერი სად არის ჯერ მთვარეზე, ვინ მიდის ამ მთვარეზე, ჯერ ხო მარსზე გვატყუებდნენ. რაში ჭირდებათ ეს ტყუილები, ამდენი ფულის შეგროვება ამ ხალხს რო ტყავს აძრობენ მთლიანად ხო, სულ სატანა გრიალებს მოკლედ რა. არ აკვეთ რა ამ სისულელებს არანაირად ხო. როგორც არასდროს არც ერთ ეპოქაში, აგერ დღევანდელ ეპოქაში წიგნები არის დაყრილი ამ ღმერთს რა, უამრავი ეს არის ტირაჟით გამოსული. და ქართულში არ ყოფილა ასე ჭარბად. ხო, და საცუდავი იყო ის ერი, ვინც მღვდელს ენდობოდა, მაშინ წერა-კითხვაც რო არ იცოდა. ჩვენ კიდე ფუფუნებაა რა ჩვენთვის ამდენი წიგნი, ხო ყველას გვაქვს ბიბლია სახში, არა გვაქვს შოულობ, არ არის პრობლემა, არის ინტერნეტში. არის ქადაგებები. სხვადასხვა ენაზე, ესპანურად, თურქულად, გერმანულ, ქართულად აგერ ჩვენი სახით, ხო? და ჩვენ ხალხს გაყვებიან, იმიტომ რომ იქ რაც ხდება, ეს მართლმადიდებლობა ქადაგება კი არა, ბოდვები არის. ქადაგება ტერმინი არ მიესადაგება მართლმადიდებლობას. არც ქადაგებს არავინ, ისინი რო გამოდიან სისულელებს ლაპარაკობენ, ხო? ხო და პროტესტანტები კიდე რა ვიცი, გზასაცდენლები არიან საქართველოს და წყინთ ხოლმე რო ვიძახი რა ვიცი, შეშინებულები არიან, ალამხელენ არაფერს და ამიტომ არ მიენდოთ არავის, მოკიდეთ წიგს ხელი და გაარკვეთ ეგ საკითხები თქვენ დამოუკიდებლად. პანიკაში რო ჩააგდო ტრამპს ხალხი ვითომ იმასთვის ამას ხა გამოვიდა და ორი კვირა მორატორიუმი გამოაცხადეს ხო შესვენება და რაღაც უცნაური არის ესე რა შესვენება არის შესვენება ორი კვირა ნახევარი თვეთი თქმის და რას თამაშობენ რა უნდათ რა საკეთებენ ვინ გეტყვის სიმართლეს ხო დააკავეს ხალხი ბჟუტურობანი ვითომ პოლიტოლოგები არის ერთი ხალხა გაცხელებული ტვინების ბოდიალი ტელევიზორში არავინ არაფერი არ იცის სიმართლე რატო დასვენება ფეხბურთი არის რა ტაიმაუტი აიღეს რა არ მესმის რა იძახთით მე უცებ რატო შეცვალე რა მანევრირება არის ეს აბნევ ახლა იმებს თუ არ მესმის რა ასე რომ არმაგედონი არ დაიწყო ხა ხაინდრავა რუაშინებს ხალხს არმაგედონია და აპოკალიფსია და ატომური ომი იწყება და აიცით ხომ ეს ატომური ომი იწყება და არმაგედონია და წაიკითხავენ რაღაცა არმაგედონია ხა რატო ხმარობ ბიბლიური იმას იყენებ შენ იმაში რა არმაგედონია არის ეს რა ეს რაღაცა მეტაფორად რატო ხმარობ სიტყვას რომელიც არის რეალური და მოხდება ეგერ ჩვენ ერთად არმაგედონია რა აპოკალიფსი არის მე
აპოკალიფსი რა არის, რომ სიტყვით გამოცხადება არის და სად არის გამოცხადება? ღმერთი გამოგიცხადათ? გამოცხადება, ღმერთი გამოცხადა იოანეს და ჩააწერინა რა ელოდება სამყაროს. რა ელოდება სამყაროს და რაფერ არის აპოკალიფსი რატო ხმარობენ აპოკალიფს კატასტროფის სინონიმად. აი რატო მაინტერესებს რა აპოკალიფსი არის ეგ? აპოკალიფს სხვა ვერაფერი ვერ წაიკითხე რომ მოემზადო და განდგე და რა ეკლესიებია გაკრიტიკებული 7 ეკლესია იმას კი არ უყურებენ. აპოკალიფსია და არმაგედონია და მეორეთ მოსვლა და ეპოქა დაასრულდა შიოლაშვილი რომ ეპოქა ეს დაასრულდა. ეგრე იყო ილია ჭავჭავაძეზე და ყველაზე რა გათქმე რა ეპოქა დაასრულდა. ეპოქის დამასრულებელი და შემქმნელი შიოლაშვილი არის. რა ეპოქა იყო ჯერ ერთი და რა ეპოქა კი არა სისულელე იყო. რა იყო ეპოქა იყო? შიოლაშვილის ეპოქა როდის იყო? რა მნიშვნელობა აქვს ამას? რა შინაარსდებენ ხომ უნდა გითხრან რა ეპოქა დაასრულდა რა. და ახლა ახალი ეპოქა იწყება. არმაგედონია და ის ანჯავიძეს რო უყურს აპოკალიფსია და რაღაცას წაიკითხავენ და რაღაც გაიმეორებენ სულელურად რა. არც აპოკალიფსია და არც არმაგედონია არის მეგობრებო. არის ანტიქრისტეს მოსამზადებელი სამუშაოები მიდის. უნდა შემოვიდეს ანტიქრისტე და ყველაფერი ამისთვის კეთდება, აბსოლუტურად ყველაფერი. ანტიქრისტე რომელიც გაითამაშებს ვითომ მესია არის და ილუზორულად სამყაროს ისეთ წარმოაჩენს, რომ ყველას დააჯერებს, რომ ნეტარება დაიწყო. ხოლო ეს გაგრძელება 3 წელი, მეტი არა. ასე აპოკალიფსი არის ის ატომი არის რეებს ბოდავთ. ამის მერე წავა მერე შურისძიება კიდე და აი მაშინ უკვე ის სურათები რომელიც აღწერილი არის ამ ბოლო წიგში იმიტომ ხდება რომ ადამიანები არიან თლად სატანასთან წილნაყარი და იჯება ეგ ხო უნდა დასაჯოს ღმერთს რამდენი ხანი რომ ქრისტეს სახელით მოდიხარ და ატყუებ ახლა ღმერთს ეგრე შეგრჩება უნდა ეს სურათები არის დატანებული ბიბლიაში რომელიც მოხდება აუცილებლად და ვაი იმას ვინც მაგას მოესწრება ჯერ ახლა ელემენტარული საშინებს ადამიანს რაღაცა იქ რუსეთ-უკრაინაში ლოკალური რაღაცა თოფობანა მიდის და იქით ირან, ისრაელისა და ამერიკის რაღაცა პროქსი ომები მიდის როგორ იცი? რაღაცა მესროლე რაკეტა, გესროლე რაკეტა. ხო, ხა ოჯახებში არავის არ უვარდებიან და არ არის აწიოკება და გადაბუგვა ქვეყნისა. და რა დღეში არ არის მესამე მსოფლიო ომი დაიწყო და არმაგედონია და იცით რა არის? ეგ წინ ელოდება სამყაროს წინ. წინ ელოდება. აი იქნება ყველაზე ესეთი ხალხი დაგროვილი, ვინც ესეთი იმით მიიღებს სატანას, რომ ველოდებოდეთ. აი ესენ დაიჭებია. და ეხლა ეგ დრო არ დამდგარა ჯერ. მზადდება. ხო. დიდ დრო ჭირდება ამის კიდე მომზადებას, ხო. სწრაფად უნდა გადაეწყოს. ტემპი აღებულია. ჯერ აზიის ქვეყნები ჩამორჩენილია, აფრიკის ქვეყნები. ნელ-ნელა მედის ეგ პროცესი, ნელ-ნელა. ინტერნეტი ხელს უწყობს ამას. ხო. არმაგედონი, რა დროს არმაგედონია? ერიკეთ არმაგედონი კი მესიის მოლოდინშია მსოფლიო. კაი ცხოვრების მოლოდინში არის და ყველა იძახის რომ აი ცხოვრება უნდა მოვაწყოთ, აი ირანში ბედნიერებას. რატო არის ირანში ომი? ბედნიერებისთვის არის, რომ ირანელი ხალხი უნდა გავაბედნიეროთ. რატომ არის უკრაინაში ომი? უკრაინელები უნდა გავანთავისუფლოთ ფაშიზმისაგან. ხო, აი ეგ არის რა არმაგედონი არის ახლა. ხო, ფაშიზმი არის უკრაინაში და უნდა გავანთავისუფლოთ. გამანთავისუფლებელი რუსები არის. ირანში კიდე არის იჯება ხალხი, დემოკრატია არ არის და ამიტომ მთავრობა უნდა შევცვალოთ. და უნდა იყოს ისეთი, როგორც არის მსოფლიოში ყველა მთავრობა, უფლებების დაცვა. ამას არ თხოვენ ყველას. ეს რანაირად არის არმაგედონი კაცო? და რანაირად არის მესამე მსოფლიო ომი აგამაგიჟოთ რა. თავის თავს ვინ გამოითოფავს კაცო? პირიქით, ქვეყნები, რომელიც არ იზიარებენ ინტერესებს, რომელიც უმრავლესობაშია, ევროპის ქვეყნები, დასავლეთი, კანადა, ამერიკა, იმას აიძულებენ, რომ მიიღეს წესები გამიგე და ისინი ჯიუტობენ. და არმაგედონი რანაირად არის? ქართველებიც არ იღებენ მაგწეს. ხო? არ იღებენ ქართველებიც მაგწეს, რაღაცა მართლმადიდებლობას ემუქრებიან და არის რაღაცა თვითიზოლაციაში არის ქართველი. ამიტომ ესე პატარა ერი არის და არაფერს არ წარმოადგენს, გალესავენ როგორც კედელზე ხარ გალესავ ისე. ასე რომ საქართველოს არაფერს არ წარმოადგენს. და მიაღებინებენ მაგასაც ხო? აუცილებლად.
ასევე ვინ უპირისპირდება კიდე ამ ღირებულების ამ კაცრად, რომელიც აფრიკის არც ერთი ქვეყანა არ უპირისპირდება, ჯერ არ შეუხსევიათ იქ. ხო, იქ ვერ გაიგებ რა არის. ბელადების რაღაცა მმართველობა არის იქ, ხო? და ჯერ ლაპარაკი არის ევროპის ქვეყნებზეა ლაპარაკი, ხო? და არანაირად არ გაიაზრება ეს როგორც არმაგედონი. არც გამოდგება ეს მეტაფორულად, არანაირად. რაღაცას რო წაიკითხავთ, ნუ ამახინჯებთ რა. ამ არმაგედონი კი არა, გაბედნიერებაა, გაბედნიერება. სოფლიოს უნდა გააბედნიეროს ყველა. ხო, ასეთი რწმენა არის ახლა და ჩვენ მაგას ვაკრიტიკებთ ხოლმე, ხო, როგორ. გაბედნიერება უნდა ყველას უნდა რომ კარგი ცხოვრება იყოს და აგერ ევროპა არის, კაი ღირებულებების, ხელფასები მაღალია, პენსიები მაღალია. ეს არ მიდის და ეს ინფორმაციები რო შედის ისეთ ქვეყნებში, აზიურ, აფრიკასა ჩაკეტილი, ისინი მორბიან ასეთ 64 ქვეყნებში. და ამათ უნდათ რომ ყველგან შევიდეს ეს ღირებულებები და ვინც ჩაკეტილია, იმას ებრძვიან კაცო რა, გახსენი რა ეს საზღვრები და მთავრობაც იყოს ისეთი, რომ რამენერად ჩვენთან იკონტაქტოს. ხო. ეს არის ეს უკრაინა და ირანი. ახლა სხვა რა, სხვანაირად როგორ ავხსნათ? არმაგედონია. ცოდნა კი არ არის თავდაბლობა არის თორე ცოდნა ახლა თუ თავდაბლობა არ ახლავს რა მოკლედ ის არის რა შემაწუხებელია სხვებისთვის. ჯერ ერთი რა აი ცოდნა კიდე რა არის რა ნეტა რას ვატარებთ? აი როგორ უნდა გავსაწყოთ ვისი მეტი ცოდნა აქვს და ვის ნაკლები. ესეც ხო სისულელი ამით ადამიანს მიუდგეთ იცი? ხო რა აი მე მომისმინე მე იცი პროფესორი ვარ დოქტორი რას მეხვეწები მე თვითონ მიიღებ გადაწყვეტილებას ვის მოусმინო იქნებ რა პროფესორი რო ხარ ამიტომ რატომ მოგისმინო კაც აგერ წავა ჩვეულებრივ ბავშვს მოусმენო შეიძლება იქიდან სიბრძნე გავიგო ხო და როგორ სიამაყე აქვს იცი ქართველებმა სიამაყე ვერ დავძლეთ აი პატარა რაღაცა გვაქვს აი მე ჟურნალისტი ვარ როგორ ვყავთ იცი იმის თქვა მე ჟურნალისტი ვარ წარმარა რო იძახს ინგა გრიგოლია ის ჩანჩურბაია რო დავარქვე მე ჟურნალისტი ვარ რა ჟურნალისტი ხარ დებილი ხარ რა ჟურნალისტი ხარ მე იცი რომ ჟურნალისტი სინონიმი არის გამოშტერების ესე იგი ჟურნალისტი რო ხარ იმთავითო შენ მონახარო ვიღაცის იმთავითო სატანის მონაა ჟურნალისტი და თან ვიღაცის სამსახურში ხარ რა ჭეშმარიტება სიტყვი რა ჟურნალისტი მე რა დებილი ხარ და მოусმინეთ ჟურნალისტს რომ ნახეთ თუ დებილები არიან ჯერ თუ უზდალები არიან აი ნატა ქაჯაიეროა იცით რა უზდელია აი უყურებთ ახლა ამ ეპიზოდს ხო სასამართლოში მიიყვანეს სააკაშვილი მოწმე იყო იქ ნოღაიდელი ატყდა თელი ამბავი ის გისოსებში ისდა სააკაშვილი და გისაგავდა დამთავრდა ეს ხო ახლა იქ ჟურნალისტებს ახლა არ იყვნენ გარეთ დახვდა ეს ნატა ქაჯაია ეს ტv პირველი ჟურნალისტია თუ ფორმა მე მგონი ტv პირველის აუ რა უზდელად მოიქცა იცი ეს არ არის ჟურნალისტობა რა შენი მოსაზრებები კი არ უნდა მოახვიოთ კითხვა დაუსვი ნოღაიდელმა უნდა ილაპარაკოს კითხვა დასვი და გაჩერდი რა არა ეს ეკამათება უკვე ჟურნალისტობას ცილდება შენ უკვე მხარე ხარ შენ უკვე პროკურორი ხარ შენ გინდა გაამართლო სააკაშვილი და გაამტყუნო ნოღაიდელი და შენი ამოცანა ეგ არის ესე იგი შენ იმთავითო ხარ იმ ტელევიზიის წარმომადგენელი რომელიც უპირისპირდება ქოცებს და ქოცების მოწმე ნოღაიდელი ეს ნოღაიდელი კიდე ყოფილი პრემიერ-მინისტრი იყო როცა სააკაშვილი პრეზიდენტი იყო და ერთმანეთი ამხილეს რუსულ რაღაც აგენტურაში და მართლაც დარბოდა ნოღაიდელი რუსებთან მაგრამ ეხლა რო იძახი სააკაშვილი მათ რატო ადრე აიძახთი ეხლა ჩაშვებებზე გადავიდა სააკაშვილი რომ მიაწვა რქებით რა ხო იყავიო ხო აღიარა კი ვიყავიო პუტინთან შევხვდი რატო და მოინდა მოგვარება კარგი ტერიტორია ხო შეტალოცილი ეხლა გაიგო სააკაშვილი მაგრამ გავიდა რამდენი წლები და ეხლა აწვევი ნოღაიდელს რომ თურმე ეს პუტინთან დარბოდა კი მაგრამ შენ რო პრეზიდენტი იყავი გადავდა ვინიცის კიდე რამდენ რაღაცებს ილაქლაქებს ესა უკვე ჩაშვებებზე რო გადავიდა მოწყინეთ ყოლა ციხეშტომა და რამდენამეს გავიგებთ და ჟურნალისტი რო გამოვიდა ეს ჟურნალისტი კი არ იყო ეს იყო რაღაცა ქუჩის ხალი და სპეციალურად ხალები რატო ყავთ იცი კაც შეიძლება წაარტყა და ხალის დარტყმა ხო იცით რა მთელი სოფლიო უკვე ფეხზე დადგება სოფლიო ხო ესეთი ტერმინი არის ნათელაშვილის მთელი სოფლიო საქართველო რა ნათელაშვილის ყველაფერი რაც ხომ მთელი სოფლიო მიცის ნათელაშვილს უყვარს მთელმა სოფლიომ გაიგო სოფლიომ არა მის გაიგო ხო და ეს არც ეთიკა არის არც ჟურნალისტიკა არის ეს უცოდინარი ხალია ესა რა ხო გარეგნობა ნორმალური ხალია და რო დაიჩხავლებს გული შეგიწუხდებოდა
კითხვა დაუსვი და მე ვერ გავიგო მსმენელმა რომ შენ რა პოზიცია გაქვს. ამან პოზიცია მოახვია, გააბრაზა კაცი და გაბრაზებული წავიდა. ამოცანა რა არის, რომ გამოიყვანო წყობილებიდან კაცი და დაგარტყას? აი ამას რატო აკეთებ? რატო პირიქით ზდილობა დაიცავი მამაკაცს ელაპარაკები? კითხვა დაუსვი. გიპასუხებს, კიდე კითხვა დაუსვი. შენ კითხვა არ გაუბათილო შენი შეხედულებებით. უკვე შენ გადადიხარ სხვა სფეროში. უკვე ჟურნალისტი აღარ ხარ. კითხვები დასვი და ეს კითხვები საიდან უნდა მოდიოდეს? მოსახლეობიდან. შენ მოსახლეობას უნდა იცნოდე რა პრობლემები აქვს მოსახლეობას. მოაგროვე და ჩაიწერო და რო ჩაგივარდება დრო, ადგილი, საათი პიროვნებასთან, აი გაითვალისწინე რომ შენ გისმენს მოსახლეობა. ჩემი კითხვა უნდა დაუშვა იმას, ჩემი კითხვა. შენ ეკამათები. დაგავიწყდი მე რომ შენ მედიატორი ხარ ჩემსა და აი რესპონდენტ შორის. და თუ ჩემ კითხვას არ დაუშვამ, წადი სახში და ეკამათება თუ შენ გაქ. რატო სარგებლობ ტელევიზიით და რა სჭორაობთ აქ? აი მოკლედ საქართველოში ჟურნალისტი ვერავნახი რომ იცავდეს ამ ნორმას რა. კამათობენ ჟურნალისტები, კამათობენ. აი კამათობს რა ინგა გრიგოლია, ჭიჭყინებს ყველასთან. გამონაკლისი მღვდელია, იმასთან დაწოლილია რა. არ ეკამათება. შეშინებულია. და სხვასთან არ გალაპარაკებს, ნუ. აი რა ბძენი არის, ამან უნდა გითხრას და დააჭექი და შენი ლაპარაკე, რას მოიყვანე ეს კაცი. კითხვა დაუსვი რომ მოყავს კაცი. იგივე საკეთებს, აი ერთნაირი ხელწერა, დევდარიანი კიდე რაღაცა. მოყავს კაცი ერთი წიგნი და მოვიდა ტიპი, წაიკითხა. შენ რატო ლაპარაკობ? შენი აზრებს რატო ახვევ იმას თავზე? შენ კითხვა დაუსვი და მე მინდა ის რომ მოიწვიე და როგორ განეხილავს იმ წიგნს, რომელიც საყვარელი წიგნია და არა, შევიდა დისკუსიებში, ის გააჩერა, ამან ბევრი ილაპარაკა. გამონაკლისი მარტო გვარამია იყო, რომელმა გვარამიაც ეს კაცი ქალი ნერვებზე მოშალა. საერთოდ არ გაჩერებულა. და არც მოიწვიეს მე მგონი. და რაღაცა ეს მეორედ მოიწვიეს სხვათა შორის, ხო? და პირველად იმსე არ ეკამათა ვეფხის ყაოსანზე იყო რაღაცა და ეხლა აპკატა ციხეში ნამჯდარი და რაღაცა ციხეში ეხლა რამიშვილის არ იყოს კიდამ დედა კინაღამ დედა შეაგინა გუშინ. გვარამია რა ციხეში ის და ხალხო კარგით რა. ციხეში ჯდომა იცის ამა რა არის. არო შეგაგდებენ 50 კაცში. იქ გვარამია გამოვიდო და ქათამი ხო არის და უფრო კაი ქათამი გამოვიდოდა. მოუწყეს იქა იზოლაციაში ინტერნეტი, წიგნები, კაბინეტში წამოწვა და ციხეში ვარო ტრაბახობს და რამიში უნდა რომ გაიარა ეს იმიტომ იყო შენი ყავი ციხეშიო. იქ არავინ არ არის ციხეში. არის უბრალოდ პატარა ხნით რა დავარქვათ ამას, აი იზოლირებული. ელენე ხოშტარი სააკაშვილი საერთოდ იქიდან ლექციებს აწერს, გეკითხულობს. ეგ ციხე არ არის. მარტო არიან ისინი, კაი პირობები აქვს, საჭმელიც, მიმსვლელები, მომსვლელები და როცა შენ ტრაბახობ, მე ნაცი ხარი ვარ და აი ის ვინც ციხეში იყო, იმან კინაღამ დედა შეგაგინა. და ის რამიშვილი მართლა ციხეში ის და 30-50 კაცი კედელზე იყვნენ მიყუდებულები, არ ეძინებოდათ. მე იქ ხო იცით რა წესებია? თუ გადაგივლიან რა. და ეს შეაგდე 30 კაცი და იცით რას უზამენ ამ გვარამიას? ახეხინებენ სულ ტუალეტს რა. და ეს რანაირი ციხეა, რას გვეტრაბახები აქ ამ ასეთი ქათამი რომელიც ციხეში გაძლებს კაცო, იქ სხვა ხალხია. გამოდიან და მე ციხეში ვიჭექი 4-ს ეს. პირობები კარგი, შყაპიც მოინდომა იქა. შყაპი და მე იქ დაფიქრდა და რაღაცაზე კაპკას კითხულობს. ვინ წაგაკითხებს ის 50 კაცთან რო ხარ იქ შეყრილი? 50 კაცთან არ გიდა წესრიგი, აი შენი ადგილი მოწება, ნო? და არისო ესე? ციხეები იცის, გვარამია თქვენ გჯერათ რომ ციხეში და სააკაშვილზე ვინმე იტყვის რომ ციხეში იზოლაციაშია. საზოგადოებაში არ მოაშორეს საზოგადოებას, თორე მიკრო დაუპატარავეს გაქანება და მიკრო სამყაროში ჩასვეს. და ესეთი კაცი შეწუხებულია, როცა ფრენა და წანწალი უნდოდა. თორე არაფერი არ აკლდა. იქ სადაც იმაში რო იყო სამედიცინოებში ერთი სართული მაგისი იყო. ორი ოთახი ხო მაგისი იყო. იპლაკებოდა კაი მოზიქალივით, ეკა საჭმელი არ აკლდა და ღომი და მაცივარი არ მოაკლო დედამისმა და ვითომი გკვდებოდა მშიერი, ამ დროს ტანი დაიყენა. ეხლა ისევ გასხვდა ღორივით. ასე რომ ეგ ხალხი ციხეში არ არის. ეგ ბიძინას პატიმრები იზოლაციაში არიან და პატივს არ აკლებს. ზოგს გადაიბირებს და სამსახურში ამყოფებს და ამათი ოპოზიციის გადამკიდე ქოცები იქნება ამ საქართველოში მოუშერებელი ჭირი. ეს ფონია ამათი. და რო გამოდის და ტრაბახობს ეს საქონელი ესა. რა ეთყობ ამას ნაცხრობისა? ვინმე მაწამა, გაჯოხა, უკიტინე ჯოხები, ურტყეს ცემეს თუ რა?
იზოლაციაში იყო წიგნები შეუყარეს ინტერნეტი აქ და გულაობს ბიჭი. გამოვიდა დახვდა კოდლა იმეები თვითონ ეხლა ნელსონ მანდელა მყავდეს რა. ყველაფერს რომანტიზირება გულს შემაწუხებელია. ამ ხრივ რამიშვილის სწორე იყო რა, რომ კინაღამ დედის გინა ეს ქათამიაო ციხეში ეს იჯდაო. ხო, იგივეს ვიტყვი მეც. არც ციხეში არც ერთი არ არის ნამჯდარი, ვინც ეს დაიჭირა აი ამ იმან. ყველა იზოლაციაშია მარტო, კაი პირობებში არიან. და შხაპი უნდა და ყოველ დღე. დედამისისამა რა. გამომივიდა ეს კაი ნაშა. ხო, საჭმელი რა, იმაჭამდა ბალანდას. ეგენი ციხეში არ არიან არა. ხო შეგვახვედა თუმცა ელენე ხოშტარია ზე იყო ლაპარაკი. მამამისი ესე იგი გოგი ხოშტარია და მისი ცოლი. ხო იყო ჩანაწერი. შევიდნენ ნახეს და ვახრა კაი პირობებში არ და დაწყნარდა დედამისი ტელევიზია როლი დაუდგეს გადაცემიდან აქედან ეხმაურება ინგა გრიგოლია ეხმაურება ლაშა ბუღაძე რა კარგია რა და როცა გოგა იჯდა ციხეში კაციშვილი ვერ მე კაცი ვერ ავნახე მე და არ მიაკარეს რა გამეგო კაცი ცოცხალია თუ მტარი არავინ არ გააკარეს არავინ აქედან რო ჩავხდე ვიღაცეები არც არც არავინ საერთოდ არ ვიცოდით ეს კაცი სადაზის რატოზის რა პირობებშია და კი ნაღამ შეეწირა მაგას და გვარამია ციხეში და გოგაზარდიაშვილი ციხეში კაი რა მაგის და 5 წელი ამასაც და 5 წელი ღარიბაშვილსაც კაცო 7 მილიონი რო შეიტყაპუნა ეს არის საქართველო რა საქართველოს აქ პრობლემა და ამ პრობლემას თუ მივაგნებ და ერთმანეთს გაუმჟღავნეთ და ერთმანეთს დავეხმაროთ წავა ეს პრობლემა და არ უნდათ და არა უფრო და უფრო სიბნელისკენ მიდის უფრო და უფრო სიბნელე მიდის რა. და ახლა გამონაკლისები, ცაწყლები არიან აი ოჯახის წევრი რო ემალები ახლა რა ვიცი რა ქვეყანა ეს რომ პიროვნებამ რომ მითხრა რომ მე ახლა გაზიარების კი არ მეშინიაო. აი რაც რომ მოისმინა. აი ოჯახის წევრებიო დამიწყებენ იმასაო. ხე ამ შიში არ არის რა არის ეგა. ესე ოჯახში არაფერს არ წარმოადგენენ, პატივს არ გცემს ოჯახის წევრები. აი ახლა წარმოიდგინეთ რაღაცას უსმენს ჩემი შვილი ან ცოლი ან ვიღაცა მეგობი იც არის და მე იცი რა არის და ტყავს ვაძრობთ. რა პრობლემაა ისა რა ვიცი პატივს არ გცემენ. რატო უნდა მალულად რატო უნდა უსმენდე ისეთ რაღაცას და ვერ აზიარებ იმიტომ რომ ოჯახის წევრებმა რაღაცა გაბათილებების რეჟიმში არ გადავიდეო. შიშია ეგეც შიშია. რა საზოგადოებაში ვცხოვრობთ რა ჯანდაბა არის ესა უფლებებზე ამდენ წყვილი ვარ და არ აქვს უფლება ადამიანს რასაც უნდა იმას მოუსმენ შენ რატო ეჩხუბი მე ვერ გავიგე გაწუხებს შენ გაწუხებს შენ არ გინდა კი ბატონო ნუ მოусმე მაგრამ ის რო უსმეს ჩუმად რატო უნდა უსმენდეს რომ შენ არ გაიგო რომ უსმეს რო ეტაკო და აღჩო და უმალავს თავისიანს ნატასარევია რა მადლობა ღმერთს ისეთ გარემოში არა ვარ რომ მე რომ ვინმე რაიმეს მიგზავნავდე საქარა და ძალიან ბევრი ჟურნალისტები ცუდ სამსახურს წევენ. აი ჯორბენაძემ რო თავი ჩამოიხჩო, თუ ჩამოახჩეს ეს კაცმა არის ღმერთმა იცის. ამას წინ რა უძღოდა, იცით? 2 თვე აყანი წავიდა იმაზე, რომ როგორც გუგლში გითხარით, დასავალ გაზეთში დაიბეჭდა სტატია და ბრალდება წაუყენეს კობახიძეს, რომ მან ხელი მოაწერა გარეჯის გაყიდვას. და მოწმე იყო ეს კაცი, ამას უნახია თავის თვალით. და სტატიას რო გამოაცხობ ახლა შენ დოკუმენტი არის ამისი? არა, ვნახეო იმანა თქვა. რო ნახე დოკუმენტი სად არის? გაბაზარდა ეს აყანდა ხალხი და ჩემთვის გონება ახლა ეს კაცი ცუდად დაამთავრებს ჩემთვის. და გუშინწე არც გამიკვირდა რომ ჩამოხჩვალი იპოვეს რა. რატომ მოიკლავდა თავს კაცო? გჯერათ? ჯავანაძესაც არ ჯერა ეგა. რატომ მოიკლავდა თავს? შეცდომა სად იყო მათ? ჯერეთი ამას რა ლაპარაკებდა. დოკუმენტი არ აქვს. რომ მწონდეს ეს ისე უნდა გააკეთო რომ შენ რაღაცნაირად ზომები უნდა მიიღო შენი უშროების. ჟურნალისტთან როგორ მიგაქეს ის სენსაციური მეებზე დახარბებულია. ალექო და შენ კიდე ტყავი გაგწრება. ხო და ამ კაცის მკვლელობა ახლა ჟურნალისტებზე არ მოდის. რატო დაწერე ეგა? დოკუმენტი არ აქვს. არაფერია დოკუმენტი არის კაცი. ის კაცი აღარ არის დოკუმენტი მკვდარია. მორჩა ჩაიბარცხნე ეგამბა. ეხლა თქვენთვის მომინდიათ. მოიკლა მან თავი თუ მოკლეს. ამ ბოლო დროს რა ყველა თავს იკლავს ესე იგი. ჩამოთვალოთ ვინ სუიციდით ვინ დაამთავრა სიცოცხლე. ხო, კინძმარიშვილმა
იქ კიდე ვიღაცა ციხის უფროსი რო იყო, მერე კიდე ბათუმელი რო იყო კიდე 1 5 6 კაცი. კაით რა კაცო რა, რაღაცა გავრცელდა ეს სუიციდები. და მე დავიჯეროთ. და არავის არაფერი არ გამოუწია. და ეს კაციც კიდე რო გააბაზრე ეგ ამბავი და ჟურნალისტ როგორ ენდე რა. იმას ფეხებზე არა კიდია. თქვა რომ აი ამან მითხრა. მე რა დავბეჭდი ამან თქვა. ჟურნალისტი კი არ მოუკვლიათ. ხოდა კითხვა ისმის ასეთი, თავს რატო ჩამოიხშობდა კაცი? არ იცოდა რა საკეთებდა? ვინ აიძულა, ვინ რა გააკეთა, კაცი შვილმა რა ეხლა კიდე გამოიძიება, რა გამოიძიება? ბიზნეს გამოიძიება, რა გამოიძიება? აი რა უნდა გამოიძიოს ახლა? ბრალდება იყო პრემიერ-მინისტრზე. ესე იგი საქართველოს მთავრობაზე. რომ გარეჯი გაიყიდა და ხელი მოაწერა კობახიძემ და ვინ უნდა გამოიძიოს? კობახიძემ რას გამოიძიებს? რომ მე ვარ დამნაშავე? და მჟავანაძეც როგორ მაუცებს ხოლმე ხანდახან იცი რომ ეხლა გამოძიება უნდა წავიდეს. რა გამოძიება იმას იტყვის რომ თავი მოიკლა მორჩა. და ესე არა თქვა ყველა გამსახურდიაზე ეგრეთ თქვეს. კინწმარიცუზე ეგრეთ თქვეს. იმ რაღაცა ციხის უფროზე ეგრეთ თქვეს. კარგით რა ხალხნო რა. ამიტანე საქართველოს რაღაც უცნაური ქვეყანაა რა. და ნახევარი სიმართლე თუ ლაპარაკობ გემირი და საერთოდ იცი რა არის? ესეთ რაღაცას რო იძახი მზად იყავი თავდასხმისათვის. მზად იყავი. არ იცი რომ ამას თუ მართალი ერგა ნამდვილად ნახე ეგა. არ იცი რომ ამას ვინ გაპატიებს რა. ეს რას ნიშნავს იცი? და ჩათვალე რომ კობახა მთელი რევოლუცია მოხდება როგორ მთავრობა ყიდის ადგილებს ჩვენსას? ხო, არ იცი რომ ეს არ უნდა იტლიკინო. ჩემი თვალით ვნახე და ეს განიხილეს მე დიდ ქართველთა გაერთიანებაში მთელი საათები მიუძღვნეს რა ამბავი ატყდა იცით? დიტო ჩუმი ეხლა სულ ყველა ჩუმად არის. არც ერთ ჟურნალისტს არ გაუშიქვები ამ კაცის სიკვდილი. რაშია საქმე? რა ჟურნალისტები გვყავს? რატო არ იძიებენ? სად არის ჟურნალისტული გამოწვევა? ეხლა ველოდები შაბათის აბა რა სიტყვის მელაძე. ამ კაცმა თავი რატო მოიკლა? კაცი პატრიოტი იყო. ის აწუხებდა, შემოიკიდა კი იმაზე, ვერ გავიგე. ან რატო იძახდა ამას? თავის მოკლა თუ უნდა და რაღა ამას იძახდა, ისე მოგეკლა თავი კაცო. დაემთხვა თან ალიევის ჩამოსვლას. ალიევს თუ მიყიდე, ეგა ხო ეხლა ხო იცით მან რას პუტუნობენ ეგენი. ქვეყანა ფული აიღეს. დოკუმენტი ხელმოწერა თავის თვალით ნახა ამ კაცმა. ამას აწვებოდნენ და აწვებოდნენ მთავრობას. ისინი ჩუმად იყვნენ. 2 თვე ჩუმად იყვნენ და ამის მერე უცებ აგერ დამთხევა ალიევი ჩამოდი იმ დღეს მკვდარი პოვეს კაცი. ჯორბენაც. ლაზარე ჯორბენაც. ლაზარე რო ქვია თან. არც ერთ ჟურნალისტს არ გაუშუქებია. არც ხოთქოთი არ აუტეხია. რატო არიან გაჩორმებულები? საინტერესოა რა. რატო ის ფაქტი ხო სახეზია რომ გარეჯი არ არის ჩვენი. სამხედროებია და აზერბაიჯანი. ჩვენი არ არის. ვერაფერი ვერ გააწყო. ხალხმა ყარაულობდნენ იქა და არაფერი მათი ჯარი დგას იქა და აქეთ ეგ ვერ შედის ქართველი. შენ ტერიტორიაზე. ფაქტი ხო სახეზია. ახლა როგორ ძალით ხوار დაიპყრობდე ახლა სად არის? გაყიდე ესე იგი. ქვეყანა ფული აიღე. და შენი ბაღი ხომ არ არის და შენი ბოსტანი ეგა. და რატო მოიტყუებდა კაცი არ ვიცი, აი კობახიძე მოაწერა ხელიო რა, ჩემი თვალით ვნახე. აი ძველი ჩანაწერები ამოიღეთ, ნახეთ რო არჩევენ ამას ჭაბუკაშვილი და გეორხელიძეები და დიტო ჩუბინიძეები. მაშინ დავინტერესდი მე და მაშინ ავთქვი. ამას არ გაახარებენ მეთქი. ჩემთვის ჩავილაპარაკე რო უსმენდი. საწყალი ეს კაცი რა უტვინოა მეთქი. გავახმოვანე მე მგონი გვერდზე ვინც იყო. აი ამ კაცი არც რა საკეთებ ხომ და დაფიქრდია რა. ან ზომები მიიღე წინ და წინ, ან გარეთ გადი და იქიდან ათქვი. გავიდა 2 თვე და არც გამკვირვებია რა. ჩამოხჩალი იპოვეს და მე არ გამკვირვები. ვინ გაგახარებს მაფია არის, გუშინ მაგაზე არ ვლაპარაკობდით. ვინ გაგახარებს ესეთი ბრალდება? არა, დოკუმენტ ბრალდება კი არ არის ნამდვილი ამბავი. ახლა ბრალდება რო ყოფილიყო, გამოვიდოდნენ ამას იცი რას უზამდნენ. გააბათილი მე ყავს გააჭრობდნენ. რა კი ერთ-ერთი მოწმე იყო და აღარ არის. ესე იგი ამის სიკვდილმა მე უფრო დამარწმინა რომ მართლა გაუყიდიათ გარეჯი. აბა რა არის კაცო რატომ მოიკლა თავი? წერილი მაინც დალოცვილო. რაღაცა ქენი რა. ვინც იკლავს თავს მართლა წერილს წერებდა. არც კინწმარიჩის დაუტოვებია, არც ბაჩალიაშვილის, არც ამას, არც გამსახურდია. კაით რა თავს იკლავდა, გაგვაგებინე რატო იკლავ? დალოცვილი, ესე დებილი როგორ ახარ.
ანუ ვინ გაიძულა, ვინ არის შენ ეს ზოგი წერს ხოლმე წერილს და დაწერე ერთმა გოგონამ რა ესე და ის დაადგნენ კიდევაც იმას ვინ აიძულა ის ხახსოვთ მე-10 კლასელი გოგონამ თავი რო ჩამოიქცა სოფელში სადღაც 15-20 წლის უკან ინტერნეტში რო რაღაც საიძულებდა იქ ჰარასმენტი თუ რაღაცა იმ საცოდამა ვერ უთხარი უფროს რატო იღლავ თავს რა გამოგიფენ ამასო და რაღაც გამოფინოს მე რა პრობლემაა შენ რა ქალიშვილი ხარ ყველაფერი რა პრობლემაა ეგა უთხარი უფროს მამას დედა არა ყავს უპატრონო ხარ დაწერა წერილი ეს ამიტომ დაადგნენ იმტებს მე რა რომ ისეთი აიძულე მიიყვანე თვითკვლელობამდე ფაქტურად უკვლელი ხარ ადამიანი ისეთი ფაქიზი რაღაცა არის რომ ესე დათვით მოექცევი ხო შეიძლება რაღაცა მოხდეს იცი არ არის რა ძალიან ისეთი გაფრთხილება ჭირდება რა ამიტომ ვიცოდეთ რა ქვეყანაში ვართ და თუ ყვინჩილობთ იცი რა არის თავდაცვის უნარით შეგეძლოს მზად იყავი რატო უნდა შეეწირო კრეტინიზმს რატო ჩუმად იყავი რა სხვა მარიციან გონია რა მარტო შენ იცი იქ რაც ხდება აი მარაც იცი რა კობახიძემ ხელი მოაწერა გაყიდა გარეჯი ო და ამას გაზეთში გადაბეჭდეს დასავალში მე ეს რომ ისე ეთქვა არ მიაგა დასავალი გაზეთია რამდენი წელს და რა ამბავია ხო მათ და ახლა მთავრობის ყურამდე რომ მივიდა ხალხი ხმარ ამოიღეს 2 თვე არავითარი რეაგირება და ბატონო გებულობთ რომ ჩამოხრჩალი იპოვეს რა ფორმაა კიდე ჩამოხრჩობის და რა ვიცი ვინ ჩამოახრჩო რატო ჩამოახრჩო თვითონ რატო ჩამოიხრჩო თავი რა ვითარებაში მოხდა აჰა მკითხაობა მე მკითხავთ ახლა აი ჯორბენაძე მასე დაამთავრა ცხოვრება და იმეს დაასებდიანა თავისი ხალხი ხო ეძებეთ ახლა სიმართლე რა უნდა გამოიძიონ ამოიძიონ გეტყვიან გახეთქავენ გუძ თავი მოიკლაო გიჟი იყო იტყვიან ყველა გიჟი იყოფილა აი გამსახურდეთ ყველა გიჟი იყო ვინც თავს იკლავს ყველა გიჟი ყოფილა ესე იგი მაგრამ გიჟი თავს იკლავს კაცო გჯერათ რომ გიჟი თავს იკლავს კაით რა ან მიიყვან მაგ მდგომარეობამდე თქვა შეშლილი კაცი თავს როგორ იკლავს უბრალოდ ის თუ აერივა სივრცე დრო შეიძლება სხვა სივრცეში გადავიდეს და თავს კი არ იკლავს ის ვეღარ ერკვევა იმაში და რაღაცა შეიძლება გადავიდეს ისეთაგ სადაც მოძრაობა და მანქანამ დაარტყას ამათ რა ეთყობოდეთ ახლა გაგიჟების კარგით რა და თუ გიჟი ყოფილა გიჟის ისა რატო დაბეჭდე გაზეთში თან კიდე მისი თანხმობა ხომ მიიღო რომ დაბეჭდა რა ვიცი ახლა როგორ დაიძინებს ის ჟურნალისტი მე არ ვიცი ამაზე არის ისა რა ხო მოკალი რა ჟურნალისტის ბრალი ეგ ეგეთ რამე არ უნდა გააკეთო მე მაგალითად არ გამოვახეყნებდი მაგას და არც არავის არ ვეტყოდი მაგის გვარდა და ჩემთვის რო ეთქვა აი მაგალითად მე ვარ ჟურნალისტი და რედაქტორი ხო მოვიდა მითხრა იცი რა საბუთი თუ არა გაქვს მე ამას ვერ დავბეჭდა გაქვს დოკუმენტი მე დოკუმენტს რო დავდებ უშიშროება ხო იცი ამას საფრთხე მოყვება მაშინ წადი გაიქეცე რაღაცა ქენი და მე ამას ჟურნალისტი ვარ მაინც და მე გავაბაზრებ ამას და მოწმე შენახარ თუ გინდა დავმალავ გვარდასახელს შენ მომიტანე დოკუმენტი და წყაროს არ დავასახელებ და ახლა დოკუმენტი არა გაქვს მეუბნები და დავწერო ესა და ხიფაჩი თავი ჩაიგდო და მე არა ვარ დამნაშავე არა ის ჟურნალისტი არ არის დამნაშავე ვინც დაბეჭდა თუ გაინტერესებს მორალის თვალსაზრისით ის იმან მოკლო არ გაუფრთხილდ სენსაციას თვითონ უნდა გაზეთები გაიყიდა აკოთქოდა ხალხი და ამას რა მოყვებოდა არც უფიქრენ დებილს რა მოკდა კაცი ამის და მოკლეს რა ვიცი ქვეყანაში ცხოვრობთ ისე ხანდახან ვფიქრობ ხოლმე რა ხო ბევრი რამეა გამოსასწორებელი მაგრამ ჩვენ ახლა მაგის ძალა არ შეგვწევს და ჩვენში კი უნდა აღმოფხრათ დავძლეოთ ყველაფერი ის რაც ზოგადი პრობლემაა და გარეთ გატანილი რო არის და გარეთ კრიტიკა ახლა ისი მომცემი არის რა თუ ხარ იმის ნაწილი შენში უნდა მიმართო ეგა და აღმოიფხროს მთელი რიგი რაღაცები ეგ არის სრულყოფილა ისგან სვლა წინ უკეთესობისაკენ მაგრამ გახსოვდეთ რომ მიდიხარ ამ გზაზე ბევრი ჩამოგშორდება იმიტომ რომ უკვე იმისიანი რო აღარა ხარ უკვე საშიშროებას წარმოადგენ რა კეთილი ეს რაც შეეხება ამას კარგით დაგემშვიდობთ აბა სიყვარულით აქედან გემშვიდობთ და დროებით დიდი მადლობა ყველას აბა მაგრად